მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ეპიზოდით. ვიცი რომ ბევრი თქვენგანი ელოდებოდით AI აგენტების შესახებ N8-ის პლატფორმაზე, რაც დაგპირდით ამ ეპიზოდით დაგიბრუნდით და უნდა შემოგთავაზოთ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ტუტორიალი AI აგენტების სწავლის გზაზე და პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ პირველი ტუტორიალი ამ თემაზე რომ დავდეთ ძალიან ბევრი თქვენგანი გამომეხმაურეთ და რაღაც არჩევები მკითხეთ, კითხვები და ამის ან უბრალოდ მადლობა მომიხადეთ. მოკლედ, ბევრნაირი უკავშირი წამოვიდა თქვენგან და ამის შესახებ მინდა გითხრათ ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მაძლიერებს, მჭირდება ხოლმე და ძალიან დიდ მოტივაციას მძენს და კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი სხვადასხვა პლატფორმაზე და დამიტოვოთ ხოლმე უკავშირი, იმიტომ რომ მოტივაცია მეზრდება, მიხარია და მოკლედ ბევრად უკეთეს და უფრო ღრმა ტუტორიალებს გავაკეთებ ხოლმე, რომელიც ძალიან გამოგადგება თქვენ პრაქტიკული საქმიანობისთვის. მეორე რაც მინდოდა მეთქვა მეგობრებო, თქვენგან არავის არ უთქვამს, რომ რაღაცა ჩემი საუბრის სტილი ამ ტუტორიალებში არ მოგწონთ ან რაღაც მსგავსი, მაგრამ მე თავად არ მომწონს რაღაცნაირად პოლიტიკოსისავით გესაუბრებით ხოლმე და მინდა გითხრათ, რომ ამიერიდან ტუტორიალებში ცოტა უფრო შინაურულად გესაუბრებით და ცოტა უფრო ისეთი თავისუფლად ვიქნები, არ ვიქნები დაძაბული, რაღაცა სატელევიზიო ინტერვიუს რეჟიმში არ ვიქნები, იმიტომ რომ ძალიან რთული თემები უნდა განვიხილოთ, ძალიან სერიოზულად ამბიცია მაქვს იმის, რომ გასწავლოთ და ბევრ თქვენგანმა დაიწყოს AI აგენტების კეთება, აქედან გამომდინარე ძალიან მჭირდება თქვენი ჩართულობა, ყურადღება და მეც ჩემი თავის გამოვლენა, რომ თავისუფლად გესაუბროთ, ისე ზუსტად მე როგორც შემიძლია და მე როგორც გამომდის. შეიძლება ვიღაცისთვის ჩემი ახსნელი იყოს მიუღებელი, არ მოსწონდეს, მაგრამ ოკეია, ვიღაცები არიან, ვისთვისაც ძალიან მისაღებია, ძალიან კარგად იგებენ, ამიტომ ის თორნიკე ვიქნები, რაც რეალურად ვარ და არ ვეცდები, რომ რაღაცა დავიჭირო პოლიტიკოსის იმიჯი ან რაღაცა და ისე გესაუბროთ. მოკლედ, ისე შევერკინო ამ თემებს. და რაც შეეხება თემატიკას, რაც დღეს მინდა რომ განვიხილოთ თქვენთან, ეს არის როგორც მოგახსენეთ, N8-ის პლატფორმა. ჩვენ გახსოვთ, რომ პირველ ეპიზოდში გარკვეული სცენარები ავაწყეთ, გარკვეული ფლოუები ავაწყეთ და ეხლა უკვე უნდა განვიხილოთ საფუძვლიანად. თავად ინტერფეისი, არსებული კვანძები, იგივე ნოუდები ამ ინტერფეისში და მნიშვნელოვანი საკითხები, რათა არქიტექტურულად გაგიჯდეთ გონებაში, თუ რა პლატფორმას ეხება საქმე და როგორ შეიძლება AI აგენტების აწყობა. ეხლა ბევრმა თქვენგანმა შეიძლება ჩათვალოს, რომ პირდაპირ ფლოუებით რატო არ ვიწყებთ, მეგობრებო, სოციქსელებშიც დავწერე ეს ბევრგან, პრობლემა არ არის, ძალიან მალე ახალ წლამდე მე მგონი 2-3 ეპიზოდს მოვასწრებ, კიდე ჩავწერ და სადაც დავიწყებ უამრავ ფლოუს გავივლი, მოკლედ. რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეთ, ფინანსებიდან დაწყებული, იურისპრუდენციით დამთავრებული, ყველგან ავაწყობ ფლოუებს, კომპლექსურს გასწავლით, გაჩვენებთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. უბრალოდ გვჭირდება რაღაცა ელემენტარული თეორიული საფუძველი, რაზეც მე დავაშენებთ, რომ აი წარმოიდგინეთ მე-3, მე-4 ეპიზოდში ჩვენ რო უკვე კომპლექსურ ფლოუებს ავაწყობთ, იქ რა კვანძებსაც გამოვიყენებთ. ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ იმათი მნიშვნელობა, გზადაგზად რო არ დავკარგოთ და ხელახლა რო არ დავიწყო იქ ახსნა ამ კვანძების. ამიტომ იქნება AI აგენტების შესახებ ეს მეორე ეპიზოდი, სადაც ეს ყველა მნიშვნელოვანი კვანძი იქნება განხილული და ვინც რაღაცა მომენტში დაიწყებს ჩემი ტუტორიალებით ამ საკითხის სწავლას, შეუძლია ნებისმიერ მომენტში დაუბრუნდეს ამ მეორე ეპიზოდს, ისწავლოს და ამით განაგრძოს შემდგომი ეპიზოდები. რა თქმა უნდა, ამ ეპიზოდში ახლა ყველაფერს ვერ გავწურავთ, მე როგორც წესი მინდა ხოლმე რომ რაღაცა ყველაფერი ერთად გავაკეთო, მაგრამ ესე არ გამოდის ხოლმე და ძალიან რთულდება ხოლმე საქმე. აქედან გამომდინარე რომ სწავლობ ნელ-ნელა რომ ცოტა დავანაწევრო ხოლმე თემები და რაღაცა სამი უშველებელი რაღაცა ერთად არ განვიხილო. ამ ეპიზოდში განვიხილო მხოლოდ მნიშვნელოვან კვანძებს. შემდგომ ეპიზოდში დიდი ალბათობით განვიხილა უკვე როგორ შეიძლება N8-ის პლატფორმა self-host-ი გაუკეთოთ და ჩვენ ლოკალურ სერვერზე გავუშვათ, ისე რომ საერთოდ თანხები აღარაა საჭირო ამ შემთხვევაში და კონფიდენციალურობის ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს და შემდეგ უკვე მივყვები, როგორც დაგპირდით, აუცილებლად რა გაკენს განვიხილავ, რა ფლოუებს განვიხილავ სხვადასხვა სცენარს და მოკლედ ძალიან სერიოზული და კომპლექსური საკითხები მაქვს დაგეგმილი. მოკლედ, ვეცდები რომ ძალიან მალე მორჩე თეორიული ნაწილი და გადავიდე უშუალოდ პრაქტიკულ ნაწილზე, კვანძების აღწერაზე და ტესტებზე, ოღონდ ცოტა ხანი დამჭირდება კიდე რომ აზრობრივად აგიხსნათ თუ რას ვეხებით ამ წუთის მდგომარეობით. მოკლედ დავიწყეთ. გადავიდეთ უშუალოდ საქმეზე. ნებისმიერი ავტომატიზაცია, როგორი რთული და კომპლექსურიც არ უნდა იყოს, შედგება მარტივი ლოგიკური ბლოკებისაგან.
ხო წარმოგიდგენიათ, ხომ გინახავთ წინაზეც ხო გაჩვენეთ flow და შიგნით ჩაშენებული გარკვეული აგურები, პროგრამული ფუნქციონალით დატვირთული ბლოკები, რომელთა გადაბმითაც უკვე გამოდის flow ჩვენი აგენტური და იძენს შესაძლებლობას ეს მთლიანი სამუშაო ნაკადი. შესაბამისად, სანამ ჩვენ დავიწყებთ ასეთი სამუშაო ნაკადების, ასეთი flow-ების აწყობას, უნდა ვიცოდეთ ამ აგურების მნიშვნელობა და ამ ეპიზოდში სწორედ ამას ვეცდები, რომ რაღაცნაირად აგიხსნათ ეს და დაგანახოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და ახლობით 20-25 ნოუდი, ანუ იგივე კვანძი, ანუ იგივე სამშენებლო ბლოკი, რაზეც წეგან ვსაუბრობდი, ლოგიკური გადაბმა ფუნქციონალით, კავშირით დატვირთული, მინდა რომ განვიხილო და გაგაცნოთ ყველაზე მნიშვნელოვანები, რათა შემდგომ უკვე, როდესაც გადავალთ ჩვენ კომპლექსური flow-ების აწყობაზე, არ გაგვიჭირდეს და ვიცოდეთ რა რას ნიშნავს. ამ ეპიზოდში ერთგვარ ვიდეო ლექსიკონს შემოგთავაზებთ, სადაც მე განვიხილავ ამ ნოუდებს, კვანძებს, ყველაზე მარტივიდან დაწყებული, რთულით დამთავრებული. ოღონდ ყველაზე მნიშვნელოვნებს, რომელიც მართლა გამოგადგებათ თავიდან რომ იცოდეთ. თორე სხვაგვარად მარჯვნივ თუ ჩამოშლით მენიუს, ნახავთ თქვენ უამრავ ასობით ნოუდს და ინტეგრაციას და აქედან გამომდინარე პირველ რიგში თქვენ გჭირდებათ ფოკუსი, კონცენტრაცია ყველაზე მნიშვნელოვან კვანძებზე და დღეს სწორედ ამას გავაკეთებ მე. მოკლედ N8-ის ნოუდები, ანუ იგივე კვანძები, ფუნქციური დანიშნულების მიხედვით დაახლოებით 5-6 კატეგორიად იყოფა. დღეს 5 კატეგორიას შემოგთავაზებთ მე და ვეცდები რომ განგიმარტოთ, გიჩვენოთ, დავტესტოთ თითოეული. თუმცა სანამ უშუალოდ ტესტებს შემოგთავაზებთ, მოკლე მიმოხილვას გაგიკეთებთ თითოეული კატეგორიის, რათა არქიტექტურულად გაგიჩნდეთ გონებაში თუ რას ეხება საქმე. პირველი კატეგორია ეს არის ტრიგერები, ანუ ინიციატორები. მათ გარეშე სამუშაო flow ფიზიკურად ვერ იწყება, მკვდარია ყველაფერი, თუ ისინი არ იჩენენ ინიციატივას. ისინი უსმენენ გარკვეულ მოვლენებს და იქიდან გამომდინარე იწყებენ სამუშაო ნაკადს. ისინი ყოველთვის საქმის დასაწყისში დგანან, რთავენ რთულ სისტემას და პასუხობენ ყველაზე მთავარ შეკითხვას, როდის უნდა დაიწყოს ეს workflow. მაგალითად, schedule trigger-ი, event trigger-ი, sub workflow trigger-ი, ან სულაც webhook trigger-ი. სხვა ვარიანტებიც არსებობს და ამ ყველაფერს სათითაოდ განვიხილავთ ამ ეპიზოდში. კვანძების შემდეგი კატეგორია ეს არის მოქმედებები და ინტეგრაციები, ანუ შემსრულებელი კვანძები, რომლებიც გარკვეულ მოქმედებებს აკეთებენ. ეს არის N8-ის ყველაზე ვრცელი, ყველაზე დიდი კატეგორია. ეს კვანძები უკავშირდებიან გარე სამყაროს და ასრულებენ უშუალო მოქმედებებს. ანუ ინფორმაციის მიღება, გაგზავნა, ჩაწერა, წაკითხვა გარე აპლიკაციებში. მაგალითად, Google Sheet-ში აგებული მონაცემთა ბაზები, HTTP request-ი, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ უნივერსალურ ჯარისკაცს სხვა გარე აპლიკაციების API-ებთან დასაკავშირებლად. მაგალითად, respond to webhook, ანუ უკან პასუხის დაბრუნება და სხვა მრავალი, რომელსაც ასევე განვიხილავთ დეტალურად და დავტესტავთ ამ ტუტორიალში. რაც შეეხება შემდეგ კატეგორიას, არ დაიბნეთ. ეს არის ნაკადის მართვისა და ლოგიკის კვანძები. ნახეთ, არის ძალიან გრძელი workflow, ხო? გვაქვს ჩვენ ტრიგერები და გვაქვს ჩვენ გარე აპლიკაციებთან წვდომის კვანძები. ჩვენ ხო გვჭირდება გარკვეული დამაკავშირებელი ლოგიკები, რომლებიც ამ ვრცელი workflow-ს შუაში იქნება განლაგებული და სხვადასხვა კვანძს რაღაცნაირად დააკავშირებს ერთმანეთს. აი ამ კატეგორიაში ზუსტად ეს ერთიანდება. ჩათვალეთ, რომ ჩვენს სქემაში, რასაც ვაგებთ სამუშაო ნაკადში, ისინი არიან შუქნიშნები, იგივე გზაჯვარედინები, რომლებიც წყვეტენ მაგალითად არა იმას, რომ მონაცემი, საიდანღაც წამოსული მონაცემი შეცვალონ, არამედ გზა გაუკვალონ, ანუ კონკრეტული მიმართულებები მისცენ. მაგალითად, გადაწყვეტილების მიღების, განშტოების, ციკლების კვანძები, ასევე დალოდების კვანძები. მოკლედ, ერთგვარი შუქნიშნები არიან მართლა და გზის მოძრაობას აწესრიგებენ. დავიწყეთ მაგალითები. If კვანძის სახელად to, მაგალითად, switch, რომელიც გადართვას ნიშნავს, merge, რომელიც შერწყმას ნიშნავს, wait კვანძი, რომელიც დალოდებას ნიშნავს გესმით. Loop over times, რომელიც ციკლს ნიშნავს და აგიხსნით რაც არის. Execute workflows, რომელიც ქვეს სამუშაოს გამოძახებას ნიშნავს და ამასაც აგიხსნით თუ რა იგულისხმება ამის უკან. მოკლედ,
ძალიან საჭირო კატეგორიაა და აუცილებელია რომ ვიცოდეთ. განვაგრძეთ შემდეგი კატეგორია Data Transformations. მონაცემთა გადამამუშავებელი ნოუდები, რთული და კომპლექსური სამუშაო ნაკადების ასაწყობად. ჩათვალეთ რომ N8-ი არის ქარხანა, სადაც ხდება raw data, ანუ ნედლი მონაცემების მიღება, დამუშავება, გასუფთავება და სასურველ ფორმაში მოყვანა. დამწყებთათვის ეს გამოყენების მაგალითები ყოველთვის უფრო მეტად რთულია ხოლმე. ანუ საქმე ეხება მონაცემების ფორმატირებას, მათემატიკურ გამოთვლებს, სიების დაშლა აწყობას. უშუალოდ კვანძების მაგალითები. მაგალითად, edit, იგივე set fields, რომელიც ველების დაყენებას გულისხმობს. Split out, რომელიც გაყოფის კვანძია. Aggregate, რომელიც შეკვრა, აგრეგაციის კვანძია. Code კვანძი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძია, რადგანაც პროგრამისტებს აძლევს საშუალებას, რომ უკვე Python-ზე დაწერილი ან JavaScript-ზე დაწერილი კოდი შემოიტანონ flow-ში და ამით ბევრად უფრო გაამყარონ სამუშაო ნაკადი. და ბოლოს structured output parser node, რომელიც გულისხმობს AI-ის მიერ დაგენერირებული მონაცემების სტრუქტურირებას. და მივადექით ბოლო მეხუთე კატეგორიას AI და AI აგენტების ძირითადი node, ყველაზე მთავარი კატეგორია, რადგანაც ამის გარეშე ეს იქნებოდა უბრალოდ მარტივად წინასწარ განსაზღვრული ინსტრუქციების ავტომატიზაცია და არა აგენტური workflow. ზუსტად AI აგენტის ეს კვანძი აქცევს უკვე აგენტურულად, რადგანაც აქ უკვე ეს ყველა სხვა node გარშემო არის დაკავშირებული, ეს არის ორკესტრატორი, მთავარი დირიჟორი, მას აქვს აზროვნება, ანუ ხელოვნური ინტელექტი, მას აქვს მემორი, ანუ მეხსიერება და მას აქვს tools, ხელსაწყოები, ის მუშავდება ჩვენ მიერ მიცემული სისტემური ინსტრუქციის მიხედვით, ამუშავებს ყველანაირ მონაცემებს, იღებს გადაწყვეტილებებს, რომელი ხელსაწყო რა დროს გამოიყენოს და როგორ შეასრულოს ჩვენი სამუშაო ნაკადი, რაც მას დაუკვეთეთ. ჩვენ ვართ მმართველი, ის არის ჩათვალეთ დირიჟორი, ის არის მენეჯერი, რომელიც მართავს სხვადასხვა დეპარტამენტს. და მეექვსე კატეგორია, ეს არ არის კვანძების კატეგორია, ამიტომ გითხარით, რომ მხოლოდ 5 კატეგორია გვაქვს თქო. ეს მეექვსე არის უბრალოდ დამხმარე ინსტრუმენტები და ველები N8-ში, რომელიც გარკვეულ მოქმედებებში გვეხმარება და აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ. ის არის ინტერფეისის ნაწილი და მათ გარეშე ფიზიკურად ვერ მოქმედებთ თავისუფლად, მხოლოდ და მხოლოდ ნოუდები საკმარისი არ არის. ანუ ფუნქციებს ეხება საქმე, რომელიც სქემის მართვაში გვეხმარება. დოკუმენტაცია, ტესტირება, შეცდომების მართვა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია N8-ის ასეთ დიდ კომპლექსურ workflow-ებში, იმიტომ რომ ამის გარეშე ძალიან რთულდება რეალურ production-ში გაშვება, ანუ რეალურ საქმიანობაში გაშვება ჩვენი აგენტის, ჩვენი აგენტური სამუშაო ნაკადის, რომ რეალური შედეგები მივიღოთ. ჩვენ ეს გასართობად არ გვინდა, ჩვენ გვინდა რომ გარკვეული ბიზნეს ღირებულება შექმნას და გარკვეული პრობლემები გადაგვიწყვიტოს. მაგალითად, sticky notes, რაც გულისხმობს შენიშვნების ჩანიშვნას, ანუ ველის გაკეთებას, სადაც შეგვიძლია ჩვენ ნოუთები დავწეროთ. ან pinned data-ს, რომელიც მონაცემების მიმაგრებას გულისხმობს და უკეთ აგიხსნით შემდგომ რა იგულისხმება ამის ქვეშ. ან მაგალითად credentials, რომელიც გულისხმობს დაკავშირების პროცესს, უფრო სწორად დაკავშირების კოდებს, რომ ჩვენ როცა ახალ ინტეგრირებულ გარე ინსტრუმენტს უკავშირდებით, შევიყვანოთ საჭირო მონაცემები, რათა ეს დაკავშირების პროცესი ვმართოთ მთლიანად და ბოლოს error handling, შეცდომების მართვა, რაც გვეხმარება, როგორც გითხარით, მთლიანი სამუშაო ნაკადის მართვაში, რომ ვიღოთ დაზღვეულები და ზედაპირულად არ გავაკეთოთ ყველაფერი. მოკლედ, ეს იყო ძირითადი კატეგორიები, რაც ასე თეორიულად მინდოდა მეთქვა. ეხლა მე გავხსნე უკვე ეკრანს და ჩვენ შეგვიძლია პრაქტიკულად უკვე დავიწყოთ შემოწმება ყველა ამ ძირითადი კვანძის და მცირე ტესტირებები, რათა საქმის კურსში ვიყოთ, თუ რომელი რას აკეთებს და კარგად გავიაზროთ და დავიმახსოვროთ. მოკლედ, დავიწყოთ მეგობრებო, დღეს რაღაცა საშინლად ბევრი რაღაცა უნდა გავიაროთ, N8-ის პლატფორმაზე ვარ შესული და აი ხედავთ ყველაფერი, რაც დღეს უნდა გავიაროთ. მე თქვენ წინა სიტყვაობაში რამდენიმე კატეგორია შემოგთავაზეთ, 6 კატეგორია შემოგთავაზეთ, რიზი გავლაც მინდა დღეს, კვანძები როგორც დავყავი და სხვა ფუნქციები როგორც დავყავი. აქ კი ვიზუალურად არაგერიოთ, 6 კატეგორია არ მაქვს გამოყოფილი, 4 კატეგორია მაქვს გამოყოფილი და პრინციპში ამ 4 კატეგორიაში მაქვს ჩატეული სულ ყველაფერი. პირველ კატეგორიაში გაერთიანებული მაქვს ტრიგერები, მეორე კატეგორიაში გაერთიანებული მაქვს ძირითადად AI და გარკვეული ფუნქციონალური
ფუნქციონალები, რაც უფრო მეტად ამას უკავშირდება. შემდეგ კატეგორიაში განხილული მაქვს უკვე data მონაცემთან ტრანსფორმაციის კვანძები და ლოგიკის კვანძები და ეს ყველაზე დიდი გამოვიდა, იმიტომ რომ ბევრნაირი სცენარი არსებობს და ბევრი კვანძი არსებობს, ხოლო ბოლო კატეგორიაში მინდა რომ თქვენთან ერთად განვიხილო კოდის ნაწილი, HTTP request-ის ნაწილი და პრინციპში webhook-ის ნაწილზე, აქაც ვილაპარაკებთ, ტრიგერშიც არის და აქაც ვილაპარაკებთ. მოკლედ, როგორც გითხარით, საკმაოდ ბევრი გვაქვს განსახილველი, საკმაოდ ბევრი გვაქვს სალაპარაკო, მაგრამ ვეცდები რომ მაქსიმალურად პრაქტიკული რჩევები მოგცეთ და გიჩვენოთ ტესტირების რეჟიმში. დავიწყოთ მოდი კვანძების სექციით. ეს ხდება გვერდით, თუ პლუს დავაკლიკებთ, აქ უკვე გვიგდებს ჩვენ. აი პრინციპში აქაც არის ჩამოწერილი კატეგორიები, AI-ის კატეგორია, action-ები, ანუ მოქმედებები აპლიკაციაში, data ტრანსფორმაცია, ანუ მონაცემთა ცვლილება, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, flows ნაწილი, რომელიც ლოგიკის ნაწილს გულისხმობს, უფრო მეტად კოდის ნაწილის გარე სხვა აპლიკაციებთან ურთიერთკავშირის კვანძებს. შემდეგ human in the loop არის, რომელსაც პრინციპში დღეს არ განვიხილავთ, შემდგომში განვიხილავთ, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ მოვასწრებთ ამდენი რაღაცის განხილვას და აქ გვაქვს სხვა ტრიგერების საშუალებაც, ამას მეტნაკლებად ყველას გავწურავთ. მოკლედ, დავიწყოთ ტრიგერებით. ყველაზე მთავარი ტრიგერები მოვნიშნე, ერთია გეგმიური ტრიგერი, ასე დავარქოთ, მოდი schedule, მეორეა ფორმაზე დაფუძნებული ტრიგერი, ფორმის შევსებაზე დაფუძნებული ტრიგერი, მესამეა event ტრიგერი, ანუ გარკვეულ სხვა აპლიკაციაში მომხდარ რაღაცა ფაქტორზე, რაღაცა event-ზე წარმართული და პროვოცირებული flow, შემდეგია ჩატის ტრიგერი, აი აქვე რომ მე წინა ტუტორიალში გიჩვენეთ უკვე ჩატი, ეს გამოვიყენე ეს ტრიგერი, ჩატში როცა ვწერთ და ასე რომ იწყება flow, შემდეგია უკვე webhook-ი, ამასაც დეტალურად განვიხილავთ და ბოლო გამოყოფილი მაქვს ეს ტრიგერი, რითაც იწყება სხვა flow, ანუ flow. n8-ში განრიგის ტრიგერი წარმოადგენს რეგულარული ამოცანების ავტომატიზაციის საიმედო ინსტრუმენტს, რომელიც თქვენს, ასე ვთქვათ, სამუშაო პროცესებს აძლევს ავტოპილოტის საშუალებას, რათა გეგმიურად როცა ჩვენ დავაყენებთ, როგორ პერიოდულობასაც მიუთითებთ, ზუსტად მაგ პერიოდულობაში მოხდეს ავტომატიზაცია და დაიწყოს ის აგენტურის სამუშაო ნაკადების flow, რასაც ჩვენ ვევქმნით. მოკლედ, თქვენ რო საერთოდ გეძინოთ, საერთოდ არ გქონდეთ კომპიუტერთან არანაირი შეხება, ეს ნოუდი იმუშავებს და დაიწყებს სამუშაო პროცესს. ეს არის ერთ-ერთი პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნოუდი, რაც გვჭირდება ასეთი ტიპის აგენტური ავტომატიზაციების შექმნისთვის. ეს ნოუდი, ეს კვანძი აქტიურებს workflows დროითი განსაზღვრული ცვლადის საფუძველზე. ჩვენ შეგვიძლია მიუთითოთ უკვე სისტემის მიერ დაწესებული განსაზღვრება, მაგალითად ყოველ წამში ერთხელ, ყოველ წუთში ერთხელ, საათში, დღეებში, რაღაცა კვირებში, ყოველ თვეში ერთხელ გააქტიურდეს workflow ამ ნოუდით, ან შეგვიძლია მიუთითოთ კონკრეტული დრო, როცა გვინდა რომ გააქტიურდეს ხოლმე. ანუ, კიდევ ერთხელ გავმარტავ, გვაქვს სტანდარტული მენიუ, როცა სტანდარტულ ჩარჩოში შეგვიძლია ჩავსხდეთ და გვაქვს სპეციფიური მენიუ, როცა ჩვენ შეგვიძლია გავუწეროთ კონკრეტული სპეციფიური დროები, როცა და როგორც უნდა გააქტიურდეს. ჩვენ შეგვიძლია მიუთითოთ, რომ ორშაბათს ყოველ დილის 9 საათზე დაიწყოს flow. ან შეგვიძლია უფრო სპეციფიური რაღაცა მიუთითოთ, მაგალითად წუთებში, კონკრეტულ წამებში და მოკლედ ძალიან ჩაურმავდეთ ამ საკითხს. რა დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ნოუდი? მაშინ, როცა ვახდენთ მონაცემების სინქრონიზაციას სხვა პლატფორმიდან, მაგალითად Notion-იდან, ან Google Sheet-იდან ღამით. ან როცა ჩვენ გვაქვს გარკვეული რეპორტები და ანგარიშები, მაგალითად ყოველკვირეული, ყოველთვიური გაყიდვებიდან, რაღაცა მარკეტინგული დეპარტამენტიდან და სხვა, ანუ მომდინარე ანგარიშები, როცა გვაქვს AI აგენტურის სამუშაო ნაკადი, რომელმაც ეს რეპორტი უნდა დააგენერიროს გარკვეული მონაცემების მიხედვით. შეგვიძლია ამ დროს გამოვიყენოთ ზუსტად ეს განრიგის კვანძი. შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ იმ დროს, როცა მასობრივი შეტყობინებები უნდა გაიგზავნოს იმეილები, ან რაღაცა შეხსენებები და მესიჯები უნდა მოვიდეს. მოკლედ ისეთი დავალებების დროს, როცა გარკვეულ ავტომატიზაციებს ეხება საქმე. ყველა შემთხვევაში ვიყენებთ ამას. ან როცა გვაქვს სამუშაო ნაკადები, რომელიც უკავშირდება პერიოდულად ტექნიკურ თუ არატექნიკურ პროცესებს. ან როცა გვაქვს ჩვენ ისეთი სამუშაო ნაკადი შექმნილი, სადაც გვაქვს ჩვენი აგენტი ან ბოტი, რომელიც გადის
ვებში მაგალითად ინფორმაციის მოსაპოვებლად. ყველა ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ ეს კვანძი. და ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კიდევ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ფიზიკურად ამ კვანძმა გაუშვას flow, ანუ იმუშაოს, აუცილებლად გვჭირდება, რომ active იყოს, უпроსორად ადრე იყო active, ახლა უკვე publish ქვია, flow ჩვენ მიერ შექმნილი იყოს გამოქვეყნებული, ანუ გააქტიურებული, რათა ვალიდაცია ჰქონდეს და იმუშაოს ფიზიკურად ამ კვანძმა. და არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დროს უკავშირდება. ანუ შეიძლება N8-ის დრო იყოს დაყენებული სულ სხვა დროის სარტყელზე და აირიოს რაღაცა. ესეც ყურადღება მისაქცევი იქნება, უბრალოდ თითოეულ ამ დეტალს ახლა ჩვენ არ გავივლით, იმიტომ რომ flow-ების მიხედვით შემდგომ ეპიზოდებში, როცა უკვე საჭირო იქნება ამის გამოქვეყნება, ამ დეტალს გავარკვევთ და ეს პრობლემა არ იქნება. უბრალოდ იცოდეთ, რომ ყურადღება მისაქცევი იქნება აუცილებლად ეს საკითხი, რომ დროითი ჩარჩო იყოს კარგად განსაზღვრული. მოდი ახლა ავაწყოთ ძალიან მარტივი რაღაცა წესი, რომ ვნახოთ როგორ მუშაობს ეს კვანძი და შეგვიძლია გადავიდეთ უკვე შემდეგ კვანძზე, რომელიც არის უკვე ფორმის შევსებით ტრიგერირება AI workflows-ი, რომელსაც ჩვენ ავაწყობთ. ცალკე დაფაზე გადმოვიტანე საერთოდ, რომ უფრო გასაგები იყოს ეს ჩვენი კვანძი და უბრალოდ გავხსნი, მიუთითებ აქ რაღაცას დღეები, მაგალითად შეგვიძლია კვირაში ერთი დღე მიუთითოთ, არის მოცემული მაგალითად დღეების ჩამონათვალით შეგვიძლია მიუთითოთ. მხოლოდ ორშაბათი, არ გვინდა სხვა დღე, კვირაში ერთხელ დაიწყება ეს flow ამ ტრიგერის საშუალებით, ჩემ მიერ განსაზღვრული წესით. და შეგვიძლია მიუთითოთ ასევე აქ საათი, მაგალითად დილის 10 საათი, ოკეი, იყოს ეს და შეგვიძლია მიუთითოთ ასევე წუთებიც, მაგალითად შეგვიძლია 30 წუთი მიუთითოთ. და უბრალოდ მივცეთ execute step და კი ბატონო, როგორც ხედავთ, დაიწყო პროცესი, ანუ node-მა იმუშავა და ჩვენ დასაბედნიეროდ time zone არის აბსოლუტურად სწორი. კი ბატონო, აქ გადმოიტანა ინფორმაცია, როცა მე შევქმენი ეს node-ი, ეს არის გადმოტანილი ყველაფერი და ორშაბათს 10 საათზე ეს ტრიგერი დაიწყებს მუშაობას. აქ არის კიდევ განსახილველი რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. მოკლედ, N8-ის პლატფორმაზე, მეგობრებო, მონაცემების განთავსებისთვის და რაღაცა სატრიალოდ, მოდი ასე დავარქოთ, გვაქვს სამნაირი ტიპის სივრცე, მოდი ასე ვთქვათ, ჯერჯერობით. პირველი ეს არის სქემა, მეორე ეს არის table-ი და მესამე ეს არის JSON. ჩვენ N8-დან კავშირის დასამყარებლად, მაგალითად Airtable-ში, რომელიც ცხრილზეა დაფუძნებული, სწორედ ამ ტიპის მონაცემები შეიძლება მივიღოთ. შემდეგი არის სქემა, იგივე მონახაზი, იგივე ანკეტა, რომელიც განსაზღვრავს თუ ამ ანკეტაში, ამ ფურცელზე სად რა უნდა იყოს მითითებული, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, განსაზღვრავს როგორი უნდა იყოს ცხრილი. ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ეს, რადგანაც თუ table-ი არის რაღაცა შენობა უკვე აშენებული, უკვე მდგარი, სქემა არის მისი არქიტექტურული ნახაზი, რაც აუცილებლად გვჭირდება, რომ ჩვენ შენობა ავაშენოთ და ასე ვთქვათ, წარმართოთ შენების პროცესი უბრალოდ. ძალიან მნიშვნელოვანია სქემა output parser-თან ურთიერთობის დროს, რომელსაც ჩვენ მალე გავიგებთ, წეღანაც გიხსენეთ მე, AI-დან გამომდინარე მონაცემების სტრუქტურირებისთვის, დაალაგებისთვის, რათა ზუსტი ფორმა მივცეთ და ავსახოთ ზოგჯერ ცხრილში. ამიტომ სქემაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ჩვენს შემთხვევაში N8-ზე. და მივადექით მესამე JSON-ს. ეს უკვე მცირე კოდის ნაწილია, თუმცა ეს არის უკვე კოდის ფორმატი, ასე ვთქვათ, და ესეც მინდა რომ აგიხსნათ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამისი ცოდნა. JSON-ი იგივე პროგრამული ენის ნაწილი, იგივე კურიერი. თუ სქემა, ანუ ანკეტა და table-ი, ანუ ცხრილი უზრუნველყოფს მონაცემების შენახვას, რაც შეეხება JSON ფორმატს, უზრუნველყოფს მონაცემების მოძრაობას ერთი node-დან მეორე node-ში. ანუ არ ინახავს, ასე ვთქვათ, მონაცემებს node-დან node-ში JSON ფორმატით მოძრაობს მონაცემები. Excel-ისგან განსხვავებით, სადაც უჯრებია და თქვენ იცით, როგორც არის მოცემული ცხრილი, JSON ფორმატი მოცემულია წყვილების სახით, ანუ გასაღები და მნიშვნელობა. აი ამ ტიპის ფორმატითაა და ძალიან სასურველია რომ იცოდეთ,
შემდეგ flow-ებში უფრო მეც ვილაპარაკებთ ამაზე, უფრო მეტად ჩაუღრმავდებით. ეხლა კი საკმარისია, რომ ეს ინფორმაციაც გქონდეთ. ჩათვალეთ, რომ N8-ის სისხლძარღვებში ყველაფერი JSON ფორმატით მოძრაობს. არ აქვს მნიშვნელობა, საიდან, რომელი აპლიკაციიდან, რომელი პლატფორმიდან წამოვა მონაცემები, ნოუდება, რომ ერთმანეთთან ისაუბრონ და მონაცემები გადავიდეს ერთმანეთს შორის, აუცილებლად საჭიროა გარდაიქმნას ყველაფერი JSON ფორმატად. ერთი რაღაცა მინდა შეგახსენოთ. თუ გახსოვთ ფოტო და ვიდეო გენერაციასაც როცა ვაკეთებთ Gemini-ში, ChatGPT-ში, თუ ჩვენ მივცემთ JSON ფორმატში, გაცილებით უკეთ გაიგებს რა გვინდა და გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის ვიდეოს გაგვიკეთებს. აქედან გამომდინარე, ეხა ვინც არ ხართ ტექნიკური ადამიანი, ერთი შეხედვით ამისი აღქმა და გაგება რთულია, თუმცა შემდგომ ეპიზოდებში გავადრო და მე გვპირდებით, რომ საერთოდ დაწერასაც გასწავლით, თუ როგორ შეიძლება შექმნათ JSON ფორმატი, არ შეგეშინდეთ ამ კოდის ნაწილის, არ არის რაღაცა ისეთი სასწაული, რაც ძალიან რთული, აღსაქმელი და გასაგები იქნება. და ბოლოს სქემა გვჭირდება იმისთვის, რომ ქაოსი არ შეიქმნას და ბაზაში ჩვენს ცხრილში ვიცოდეთ, სად რა უნდა განთავსდეს, როგორ უნდა ჩაიწეროს და AI მიცოდეს ზუსტად რას ველით მისგან, ანუ რა, სად, როგორ, რანაირად უნდა იყოს განთავსებული. Table გვჭირდება იმისთვის, რომ ფიზიკურად სადღაც იყოს განთავსებული მონაცემები სტატიკურად და JSON-ი გვჭირდება ტრანსპორტირებისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ნოუდებმა ერთმანეთთან ისაუბრონ. განვაგრძოთ შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალით, რომელიც სხვა ძალიან ბევრ ნოუდში შეგხვდება და თავშივე რომ განვარტოთ რას ნიშნავს და რომ ვიცოდეთ. ეს არის აი ორი ასეთი გადამრთველი ქვემოთ, თითოეულ ნოუდში იქნება, თითქმის ყველგან მე მგონი თუ რამე არ მეშლება. ერთი არის fixed და მეორე არის expression. ძალიან მარტივად მინდა აგიხსნათ. Fixed გულისხმობს, რომ ეს არის ფიქსირებული სტატიკური მაჩვენებელი. რასაც მოუნიშნავთ, იქნება უცვლელად სულ ის დაფიქსირებული. ხოლო რაც შეეხება expression არის ცვლადი უფრო. სადაც შეგვიძლია ჩვენ გავწეროთ გარკვეული ფორმულა, გარკვეული ცვლადი ჩავსვათ. ოღონდ ეს იწერება JavaScript-ის კოდის საშუალებით, თუმცა არ შეგეშინდეთ, ეს JavaScript-ის კოდი შეგიძლიათ ChatGPT-ს დააწერინოთ, ძალიან პატარა იქნება და პრობლემა არ იქნება. და ეხლა თქვენ გაგიჩნდებათ ასეთი კითხვა, რომ ეს არის schedule, ანუ გეგმიური ტრიგერი და რაში შეიძლება დაგვჭირდეს ჩვენ expression, ხო? წესით არიგით, ყველანაირი თარიღი უნდა იყოს დამკვდარი, რომ მე მაქვს ავტომატიზაცია, მინდა რომ ორშაბათს დილის 10 საათზე უნდა გაუშვო ჩემი ავტომატიზაცია ყოველ ჯერზე, ხო? აქ რაში შეიძლება დაგვჭირდეს ცვლადი მონაცემი, ხო? რომელიც დინამიურია და იცვლება. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, რომ თქვენ გაქვთ გაშვებული N8-ის არა ერთი, არამედ 100 workflow თქვენ სერვერზე და ყველგან გჭირდებათ, რომ ყველა flow მიუშაოს ორშაბათს დილის 10 საათს. აქ რა არის პრობლემა? პრობლემა ის არის, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება გადაიტვირთოს ფიზიკურად სერვერი. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია უკვე გამოვიყენოთ expression node, ანუ ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ სპეციალური JavaScript-ის კოდი, რომელშიც იქნება რანდომიზაცია, ასე ვთქვათ, დროის არჩევის და თვითონვე კოდი გადაწყვეტს ამ ფორმულის მიხედვით, თუ როგორ რა დროს რა flow დაიწყოს, ასე ვთქვათ, თვითონვე შეარჩევს დროს. ანუ ამ expression-ზე, ამ დინამიურ ველზე მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი. შეიძლება წინა node-მა იმოქმედოს. ამ შემთხვევაში გლობალურმა ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს. კიდევ ერთ განმარტებას გავაკეთებ. აი, შეგვიძლია შევადაროთ fixed და expression, მაგალითად, სავიზიტო ბარათს, ხო? სავიზიტო ბარათზე დირექტორის სახელი და გვარი არის fixed, ანუ დირექტორია წერია სულ ის. და რაც შეეხება expression არის value, სადაც შეგვიძლია ჩვენ მიუთითოთ. და ეს არის დინამიური და ცვლადი. მოკლედ, ამ ორ ტერმინს კიდევ უფრო კარგად დავინახავთ უკვე გამოყენების თვალსაზრისით, ამ ეტაპზე საკმარისია, რომ ეს იცოდეთ. და დაგვრჩა მესამე უკვე setting-ი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ node-ის და ასევე სხვა ნოუდებისაც და ესეც მინდა რომ დეტალურად განმარტო, რათა ვიცოდეთ ზუსტად რას ეხება საქმე. Setting-ი, სადაც განთავსებულია ტაბები, რომლებიც განსაზღვრავს არა იმას, თუ რა უნდა გააკეთოს კვანძმა, არამედ როგორ უნდა მოიქცეს გარკვეული პროცესის შესრულებისას. მაგალითად, მითითებულია always output data. რაც გულისხმობს იმას, რომ თუ მაგალითად node-მა ვერ იპოვა გარკვეული მონაცემი, რომლითაც უნდა დაიწყოს პროცესი, არ გადმოეცა მას მონაცემი, ის ჩერდება უბრალოდ და არაფერს არ აკეთებს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩავრთოთ ეს node და მაინც დაიწყოს მოძრაობა და გადასცეს სიცარიელე. მარტივად რომ აგიხსნათ.
მაგალითად, node, რომელიც ბაზაში ეძებს გარკვეულ მონაცემს. თუ ვერ იპოვა ეს მონაცემი, იმის ნაცვლად რომ გაჩერდეს მთლიანი პროცესი, უბრალოდ გაგრძელდეს და გადასცეს ცარიელი მონაცემი. ესეც მონაცემი იქნება ჩვენთვის, რომ ვერ იპოვა, ვერ მოხდა პოვნა, ესე იგი ჩვენ რაც გვინდა იმის. განვაგრძოთ შემდეგი ტაბი. ეს არის execute once. ზოგადად n8-ი მუშაობს ციკლურად. ანუ 10 ჯერ თუ გადასცემს node nodes ინფორმაციას, 10 ჯერ გაეშვება flow. ეს არის ციკლური მუშაობის პრინციპი. და ამ ტაბის მონიშნით ზოგჯერ ჩვენ თავიდან ვირიდებთ 10 ჯერ flows წარმართოს. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, აი მაგალითი რომ დაგისახელოთ, როდესაც მაილით მოდის რეპორტები და flow-ა იქ ჩაშენებული. შეგვიძლია მიუთითოთ, რომ წავიდეს მხოლოდ ერთხელ და შემაჯამებელი ერთი რეპორტი მოვიდეს თავიდან ბოლომდე. რაც შეეხება შემდეგს, ეს არის retry on fail, ტაბი და ფუნქცია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თუ რაღაცა მიზეზის გამო flow მუშაობა შეწყვიტას, უბრალოდ ხელახლა მოხდეს ცდა. რა მიზეზი შეიძლება იყოს ეს? მაგალითად, ინტერნეტი გაითიშა შემთხვევით, სილქნეთის ან მაგთის გამო, ან API-ის მოწოდება შეწყდა. აქვე, ვინც არატექნიკურია, ეხა ამას აგიხსნით, რას ნიშნავს. ჩათვალეთ დამაკავშირებელი კოდი, დამაკავშირებელი ხიდი ჩვენსა და სხვა აპლიკაციებს შორის. მაგალითად, n8-ში როცა ვაწყობთ ჩვენ flows, ის ხო რამენაირად უნდა დაუკავშირდეს Google Sheets. შესაბამისად, ვიყენებთ Google-ის API-ის ამ კონკრეტული აპლიკაციისთვის და ვაკავშირებთ ჩვენ n8-ში flow-ებს. და ხშირად ხდება, რომ API-ის მოწოდების დროს რაღაცა ხარვეზები ხდება ხოლმე და შეიძლება დახარვეზდეს რაღაცა მომენტში და ამიტომ ვუთითებთ ამას, რომ ხელახლა დაიწყოს პროცესი და არ გაგვიჩეროს. აქ შეგვიძლია დამატებითი რაღაცებიც მიუთითოთ, მაგალითად, რა ვიცი, რამდენჯერ შეიძლება სცადოს ხელახლა flows დაწყება, რომ მარტო ერთხელ არ სცადოს და რამდენჯერმე სცადოს მაგალითად. რაც შეეხება შემდეგს, ეს არის on error. ძალიან მნიშვნელოვანი ტაბი და ფუნქცია, რომელსაც ჰქვია, ასე ვთქვათ, შეცდომის დროს. ანუ, რა ხდება კონკრეტულად მომხდარი შეცდომის დროს? როგორ ვითარდება მოვლენები? ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა რაღაცა მოხდა, იყოს ინსტრუქცია გაწერილი ზუსტად რა უნდა მოხდეს ამ სამუშაო ნაკადში. მაგალითად, ერთი node თუ ჩავარდა, უნდა გაგრძელდეს, შემდეგი node-ები რაღაცა ინფორმაციის გადაცემა უნდა მოხდეს, მაგალითად Slack-ში ან სხვა სახის პლატფორმაზე უნდა მივიღოთ შეტყობინება, რომ შეჩერდა მოძრაობა. ეს არის ტიპური error handling, ანუ შეცდომებთან გამკლავება. შეცდომების მოგვარება, რაც ხდება n8-ში და ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია და ძალიან მოგვიწევს შემდეგ ეპიზოდებში ამაზე ყურადღების გამახვილება, რომ ძალიან ხშირი შემთხვევაა flow-ებში მომხდარი შეცდომები. მოკლედ, ეს ფუნქცია და ტაბი გულისხმობს ზუსტად ამას. სხვადასხვა ვარიანტია მოცემული, ან საერთოდ გაჩერება workflow-ში, ან გაგრძელება, ან კონკრეტული output-ით გაგრძელება. მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა და ამას აუცილებლად გამოვიყენებთ მომავალში. და ბოლო ტაბი, ბოლო სივრცე, ეს არის notes, ველი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ კომენტარი ამ node-ის შესახებ და თუ დავაკლიკებთ ჩვენ display node in flow, გამოჩნდება კომენტარი, მაგალითად იმისთვის, რომ node-ის შესახებ რაიმე სპეციფიური ინფორმაცია იყოს თავშივე მითითებული და ჩვენ არ მოგვიწიოს შემდეგ მარჩიელობა თუ რა ხდება ამ node-ში, რისი გათვალისწინებაც გვიწევს. შეგვიძლია ჩვენ უბრალოდ ჩავწეროთ ტრიგერი და წესით და რიგით უნდა გამოჩნდეს node-ის ქვემოთ. კი ბატონო, ტრიგერი გამოჩნდა node-ის ქვემოთ მართლაც. შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ node-ზე, ცოტა დიდი ხანი მოვანდომეთ ამ node-ის განხილვას, მაგრამ სამაგიეროდ განვიხილეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ყველა სხვა node-ში შეგვხდება. ეს არის, ასე ვთქვათ, სქემა, table და JSON-ი, ეს არის setting-ების ნაწილი და ეს იყო ასევე fixed და expression. გარდა იმისა, რომ თავად node-იც განვიხილეთ არსობრივად. მოკლედ, შემდეგი node, შემდეგი კვანძი, ეს არის on form submissions. ანუ აგენტური ავტომატიზაციის flows დაწყება ფორმის შევსების შედეგად. როდესაც ჩვენ შევქმნით გარკვეულ ფორმას, შევავსებინებთ მომხმარებელს ან თანამშრომელს და ამ შევსების შემდეგ დაიწყება უკვე ჩვენი flow. ანუ ეს იქნება მაპროვოცირებელი ფაქტორი, ეს იქნება ეგრეთ წოდებული ტრიგერი. მოდი გადავიტანოთ ეს ფორმა ჩვენს მეორე სატესტო გვერდზე, დავაკოპიროთ უბრალოდ, აქეთ გადმოვიტანოთ და განვიხილოთ დეტალები. პირველი, რაზეც მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება ის არის, რომ
ეს ფორმა არის N8-ში ჩაშენებული ფორმა უკვე. ანუ თვითონ აქვს ეს კვანძი და გამოიყენება უფრო მეტად მარტივი кейსებისთვის. როცა ჩვენ უფრო კომპლექსურ პროცესთან გვაქვს საქმე, უფრო რთული, ბრენდირებული ფორმის აწყობა გვინდა, მაშინ არსებობს გარე სერვისები, როგორიცაა Google Form, ყველაც გექნებათ გაგებული, ან არსებობს მაგალითად Typeform, სადაც მეტი манипуляცია შეგვიძლია. ერთ-ერთ სცენარში შეგვიძლია ჩვენ ზუსტად ეს ფორმაც გამოვიყენოთ. თუმცა ამჯერად განვიხილოთ N8-ში ჩაშენებული თავისი საავტორო კვანძი ამ ფორმასთან დაკავშირებით, აი ზუსტად ეს on-form submission. ეხლა შევალ კვანძში და განვიხილოთ დეტალები. პირველ რიგში მოდი ცოტა ბოლოდან დავიწყოთ. Setting-ში მეგობრებო, რაც ჩვენ წინა კვანძის შემთხვევაში განვიხილეთ, ზუსტად ის error handling აბებია მოცემული, შესაბამისად აღარ განვიხილავ ხელმეორედ. ეს უკვე განხილული გვაქვს. ანუ აქ იცით უკვე ყველაფერი რა ხდება. ასევე schema, table და JSON-ი არის იმავენაირად. ასევე fix და expression აქაც ტაბებში არის იმავენაირად. რაც შეეხება შიგნით, მოდი დავიწყოთ თავიდან. გვაქვს test URL-ი და გვაქვს production URL-ი. ძალიან მარტივი. არაფერი სირთულე. როდესაც ვქმნით ჩვენ უშუალოდ ამ ფორმას და შექმნის პროცესში ვართ და ტესტირების პროცესში ვართ, მაშინ ვიყენებთ უბრალოდ test URL-ს. და როდესაც უკვე ჩვენ გავამზადებთ flows, გავამზადებთ ყველაფერს, შეგვიძლია გადავხდოთ უბრალოდ production URL-ზე და უკვე მომხმარებელს ან ადამიანს, ვინც უნდა შეავსოს ეს ფორმა, უგზავნით სწორედ production URL-ს. ოღონდ ეს არ იქნება მოქმედი იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ჩვენ მიერ შექმნილი flow დაფაბლიშებული. ადრე active ერქვა. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ. ამ შემთხვევაში უკვე გამოვიდა N8-ის ახალი ვერსია და ამ შემთხვევაში ქვია უკვე publish. რაც შეეხება თავად ფორმას, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ყველაფერი ძალიან მარტივია. შემდეგი, ეს არის აუთენტიფიკაცია, თუ გვინდა რომ საჯარო იყოს და ყველა პირდაპირ შევიდეს ლინკზე, მაგ შემთხვევაში nonce დავაყენებ და თუ გვინდა რაღაცა საბაზისო აუთენტიფიკაცია, ამ შემთხვევაში უკვე გავაკეთებთ credentials, ამასაც ახსნით მე რა არის და ამ ლინკზე შესვლისთვის მომხმარებელს მოსთხოვს გარკვეულ აუთენტიფიკაციის მეთოდს და ამასაც გავაკეთებთ მე. ჯერჯერობით ეყენოს nonce-ზე. შემდეგი საფეხურები. ეს არის title, ანუ ფორმის შიგნით ზემოთ რა სათაური უნდა ეწეროს, რას ეხება ეს ფორმა, ქვემოთ კი მცირე აღწერა რაც უნდა იყოს მითითებული. შემდეგ უკვე არის ცვლადები, ანუ ელემენტის ტიპები ამ შემთხვევაში სხვადასხვა, შეგვიძლია ტექსტი ავირჩიოთ, შეგვიძლია რიცხვები ავირჩიოთ, შეგვიძლია მაილი ავირჩიოთ, შეგვიძლია drop down menu ავირჩიოთ, data, ანუ რიცხვები, მოკლედ სხვადასხვა რაღაცა შეგვიძლია ავირჩიოთ. ამ შემთხვევაში მოდი ავირჩიოთ უბრალოდ ტექსტი, ანუ ამ ველში უნდა ეწეროს ტექსტის სახით შეკითხვა. რაც შეეხება placeholder, ეს ნიშნავს, გექნებათ აუცილებლად შემჩნეული, როდესაც ავსებთ რაიმე ფორმას, ველის შიგნით მკრთალად წერია რაღაც შესაძლო პასუხი, ან წერია რაღაცა მითითება თუ რა უნდა გააკეთოთ. ამ შემთხვევაში მიუთითე მე, მაგალითად მიუთითე ტექსტი. აი ეს უნდა ეწეროს მკრთალად და შევამოწმოთ რა იქნება. Default value ნიშნავს, რომ თვითონვე ჩაიწერება შესაძლო პასუხი, რაც არსებობს ამ შეკითხვაზე, რო აღარ მოუწიოს users წვალება ამის დაწერაზე. Required field, ხვდებით მე მგონი, რასაც ნიშნავს, ფორმა გექნებათ როდესმე შევსებული, ანუ ეს შეკითხვა რო იყოს სავალდებულო ამ ფორმის შევსების დროს. ესეც ჩვენი პირველი შეკითხვა, შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგზე. დავამატოთ add form element. მაგალითად, მეორეში ჩვენ მიუთითოთ ტექსტი აღარ და ფაილის ატვირთვა. რომ ფაილი იყოს ასატვირთი. ატვირთე ფოტო სურათი პრობლემის. კი ბატონო, ესეც მიუთითე და შემიძლია accepted type files. კი ბატონო, ესეც შეგვიძლია გავაკეთოთ JPG, PNG, შეგვიძლია ეს ორი ფაილის ტიპი მიუთითოთ და ესეც required field გავაკეთოთ. კი ბატონო, მოდი ახლა უბრალოდ ჩვენ outget და გავუშვათ ეს ფორმა. აი execute. დავაკლიკე და გავუშვი ეს ფორმა. ტექნიკური ხარვეზები მიუთითე აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზები, რა პრობლემა გაქვთ? კი ბატონო და ატვირთე ფოტოსურათი პრობლემის. კი ბატონო, ფოტოსურათს მატვირთინებს ჩვეულებრივად. მე მგონი პრობლემა არ არის არაფერი. ჩემი პრობლემა მაგალითად დავწეროთ და submit მივცეთ. This is a test version of your form. კი ბატონო, აგერ მოსულია. View, მოდი ვნახოთ. კი ბატონო, ეს არის უკვე binary ფაილი. კი ბატონო, გამოისახა ყველაფერი მოსულია ნამდვილად, რაც ჩვენ მიუთითეთ. ძალიან კარგი.
ეხლა რაც შეეხება ორი სიტყვით მოდი აგიხსნით binary ფაილი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა და მინდა რომ აუცილებლად დაიმახსოვროთ, იმიტომ რომ მრავალჯერ შეგხვდებათ და მრავალჯერ იქნება ამის საჭიროება. ეს არის ფაილის ტიპი, უпростоრად ფაილის ტიპი არ არის, ეს არის გზა კომუნიკაციის N8-ში, რომელიც უკვე კითხულობს ფოტოსურათებს, აუდიოს, ვიდეოს, მოკლედ, სხვადასხვა სახის კონტენტს, რაც არის არატექსტობრივი. ჩვენ ვთქვით უკვე, რომ JSON ფორმატი გამოიყენება ტექსტობრივი კონტენტის გადასაადგილებლად N8-ში. ხოლო binary საჭიროა აუცილებლად, როცა ჩვენ ამგვარი სხვა ტიპის კონტენტის გადაადგილება გვინდა და მოძრაობა, რათა პროგრამა აღიქვას და გაიგოს თუ რა არის შიგნით ამ ფოტოსურათში. შესაბამისად, დაიმახსოვრეთ, რომ ეს პარამეტრები აუცილებლად იქნება საჭირო სხვა node-შიც, მაგალითად, როცა გვინდა, რომ Telegram-მა აღიქვას აუდიო მოწერილი ფაილი და არა მხოლოდ ტექსტი, სხვა ბევრ შემთხვევაში. ამიტომ ეს აუცილებლად დაიმახსოვრეთ. და რაც შეეხება დანარჩენ დეტალებს, აქ გვაქვს კიდე ერთი ველი, რომელიც ძალიან მარტივად გასაგებია ჩემი აზრით, გვაქვს respond when, ანუ როდის გასცეს საბოლოოდ end users პასუხი flow-მ, როცა მთლიანად flow დასრულდება თუ როდესაც უბრალოდ ფორმა გაიგზავნება, რასაც შეავსებს უკვე მომხმარებელი. და რაც შეეხება შემდეგ options, ამასაც განგიმარტოთ. მოდი რომ ბუნდოვნობა არ გამოიწვიოს. append N8 attribution. კარგად დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ ეს სხვა ბევრ node-ში შეგხვდება. ეს გულისხმობს იმას, რომ ან ამ ფორმაში, რასაც ჩვენ გვქვნით, ან სხვა ნებისმიერი მიწერის დროს, თუნდაც Telegram node-ში, როდესაც პასუხს უბრუნებს N8 მომხმარებელს, ქვემოთ აუცილებლად ეწერება გამოგზავნილია N8-ისგან. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს მოვნიშნოთ ეს და უბრალოდ გავუთიშოთ. თუ კი არ გსურს, რომ ეს ინფორმაცია იყოს მითითებული და ეწეროს. თუ კი გსურს, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავტოვოთ ჩართული. რაც შეეხება შემდეგს, რისი თქმაც მინდა, ეს არის button label. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ რაღაცა სხვა სახელი და არა მაინც და მაინც submit ფორმას. ჩვენ შეგვიძლია დავაკლიკოთ გაგზავნას. ეს ჩავაკოპიროთ ამ ველში და ფორმაში submit-ის მაგივრად გამოჩნდება გაგზავნა. შემდეგი ეს არის form path. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ კონკრეტული URL-ის კონკრეტული დასასრული, რითაც გვინდა რომ სრულდებოდეს ეს ლინკი, რათა არ იყოს ძალიან გრძელი და ძალიან ისეთი მახინჯი და ცუდად აღსაქმელი და მარტივად დამამახსოვრებელი იყოს. ერთხელ ესეც გავაკეთოთ, დავტესტოთ, როგორ გამოვიყენებთ. რაც შეეხება შემდეგს, ეს არის form response და მე მგონი ხვდებით, რასაც გულისხმობთ, აქ გვაქვს ორი სხვადასხვა ვარიანტი. ერთი რომ უბრალოდ მივუთითოთ რა პასუხი შეიძლება დაუბრუნოს, როდესაც ფორმას შეავსობს უკვე მომხმარებელი, მადლობა, თქვენი ფორმა შევსებულია, ხოლო მეორე შემთხვევაში ჩვენ ასევე შეგვიძლია გავუკეთოთ redirect to URL, ანუ სად გადაამისამართოს ფორმის შევსების შემდეგ. ანუ მაგალითად კონკრეტულად ჩვენს ვებსაიტზე რო გადაამისამართოს, როდესაც ფორმა შევსებული იქნება. მოკლედ, მე მგონი ხვდებით, რომ ეს აუცილებლად გამოსაყენებელი ვარიანტია, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ რაღაცა ფორმით ჩვენი ფორმის შევსების დროს, როცა ჩვენ ამის საჭიროება გვექნება. რაც შეეხება შემდეგს, ეს არის ignore bots და მე მგონი ამასაც ხვდებით, რაც გულისხმობს, როდესაც საჯაროდ გვაქვს ასეთი ფორმა გამოტანილი, შეიძლება სარეკლამო მესიჯები შემოვიდეს, რაღაცა ბოტები შემოვიდნენ, მოკლედ სერიოზული პრობლემა შეიძლება შეიქმნას და 1000 რაღაცა მოხდეს ამ სიტუაციაში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ignore bots მივუთითოთ, რომ დაიბლოკოს ყველანაირი ასეთი მცდელობა და მხოლოდ ნამდვილმა იუზერებმა, ნამდვილმა მომხმარებლებმა, ადამიანებმა შეავსონ ეს ფორმა, ვინც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება. შემდეგი, რაც არის, ეს არის use workflow time zone, საკმაოდ მნიშვნელოვანი ტაბი და ფუნქცია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე N8-ში დროის აღრევა და დროის აღრევის გამო error-ები. ანუ ხან N8-ის workflow-ს დროა სხვანაირად მითითებული, ხან სერვერის დროს უჩვენებს სხვანაირად და მოკლედ პრობლემურია ხოლმე. შესაბამისად, შეგვიძლია ჩვენ დავფიქსოთ მაგალითად workflow-ს time zone-ა, სადაც არის და შემდეგ მოვნიშნოთ უბრალოდ, რომ გამოიყენოს workflow-ს time zone-ა და აღარ აერევა აღარაფერი. და რაც შეეხება შემდეგს, მე მგონი form response ეს გამომრჩა, რომ საბოლოოდ მიმეთითებინა, შეგვიძლია აქ მივუთითოთ ჩვენ, რომ მოთხოვნა გაგზავნილია, აი ეს მივუთითოთ და მრჩება ერთადერთი custom form stylizing. ეს ნიშნავს იმას, რომ N8-იც გვთავაზობს, რომ რაღაცა სტილიზაცია მოვახდინოთ, გავალამაზოთ ეს ფორმა და დავხვეწოთ. აქ კოდის ნაწილი იქნება საჭირო და ერთხელ ესეც დავტესტოთ, როგორ შეიძლება დავხვეწოთ ეს ყველაფერი. მოკლედ, ერთხელ კიდე მოდი რაღაცები მივუთითეთ და აქედან გამომდინარე, ერთხელ კიდე ჩვენ
გავაკეთოთ ეს პრობლემა, უბრალოდ ჩავწეროთ სატესტოდ და გავაგზავნოთ ჩვენ მაგალითად ეს ფოტო AI Pulse Georgia's logo გაგზავნა და თქვენი მოთხოვნა გაგზავნილია, დაიწერა ნამდვილად, კი ბატონო და წესით აქაც უნდა იყოს უკვე მოსული. კი ბატონო, ნამდვილად მოსულია. მოკლედ, ყველაფერი თქვით თითქმის პრაქტიკული საკითხები ამ node-ის ფუნქციებთან დაკავშირებით და მნიშვნელობასთან დაკავშირებით, ერთადერთი რამდენიმე use case გეტყვით ახლა თუ რაში გამოიყენება ხოლმე ეს node, იმიტომ რომ დასაფიქრებლად და კარგად გასააზრებლად აუცილებელი იქნება ნამდვილად ამის ცოდნაც. მოკლედ, მთავარი გამოყენების მაგალითები. ეს არის გამოკითხვები და რეგისტრაციები, მაგალითად ღონისძიებაზე რეგისტრაციის ფორმები, ან რაღაცა პროდუქტს თუ უშვებთ ციფრულს, იმისი wait-list-ები, ან მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა. მოკლედ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტი, რაშიც შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენ სწორედ ეს node. შემდეგი არის შიდა სამუშაო პროცესებში ამ node-ის გამოყენება, მაგალითად თანამშრომლების ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები, რეპორტებთან დაკავშირებული საკითხები, IT მხარდაჭერის ბილეთების შექმნა მაგალითად, ხარჯების დეკლარაცია თანამშრომელთა მხრიდან და თუნდაც შვებულების ფორმების გაგზავნა, ესეც შესაძლებელია. როგორც გითხარით, უკვე შესაძლებელია აიტვირთოს ფაილები, შეიძლება აიტვირთოს რეზიუმეები, ფოტოები, რა ვიცი, ნებისმიერი სხვა ტიპის დოკუმენტები, რაც საჭიროა. და რა თქმა უნდა, შეიძლება ამ ფაილების ავტომატური შენახვა შემდეგ უკვე Google Drive-ზე, Dropbox-ზე ან რაღაცა სხვა ნებისმიერ ბაზაში. რა თქმა უნდა, ეს ფორმები შეიძლება ჩვენი ვებსაიტისთვის იყოს გამოყენებული, იქ მომხმარებელთა მიერ რაღაცების შევსება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავსახოთ უკვე ჩვენს Slack-ზე, ჩანელებში მაგალითად. მოკლედ, ბევრნაირი გამოყენების მაგალითი არსებობს და ჩემი აზრით ხშირ შემთხვევაში შეიძლება გამოგადგეთ ზუსტად ეს ტრიგერი. მე მგონი მარტივი ტრიგერია, მერე უკვე როცა რთულ სცენარებს გავივლით, უკვე შეგვიძლია webhook-ის საშუალებით ჩავაშენოთ სხვა ტიპის ფორმა, Google ფორმა ან Typeform. განვაგრძოთ შემდეგი კვანძების განხილვა. დაგვრჩა 4 ტრიგერის განხილვა, რომელიც აუცილებელია, რომ სიღრმისეულად განვიხილოთ. ეს არის Telegram ტრიგერი, უფრო სწორად ამას ქვია event ტრიგერი და აგიხსნეთ ახლა ყველაფერს, ეს არის ჩატში მოსული მესიჯების ტრიგერი და ეს არის ქვესამუშაოს დაწყების ტრიგერი. მოდი ეს უბრალოდ ქვემოთ ჩამოვიტანოთ, რადგანაც event ტრიგერი და webhook ტრიგერი არის დაახლოებით ერთი და იგივე რაღაც, უფრო სწორად მნიშვნელობებით იკვეთება და აუცილებელია, რომ ერთად განვიხილოთ ეს ორი ტრიგერი. შემდეგ კი დანარჩენ 2 ტრიგერს განვიხილავ. ეხლა ვეცდები, რომ მიმოვიხილო ეს საკითხი სიღრმისეულად, რომ საერთოდ განსხვავება აგიხსნათ. ორივე ეს ტრიგერი, ჩემო მეგობრებო, არის გარე სერვისებთან დამაკავშირებელი ბმული, რათა გარე სერვისებში, გარე პლატფორმებში მომხდარი ფაქტით დაიწყოს ჩვენი აქ N8-ში აწყობილი სამუშაო ნაკადი. ანუ ხო რაღაცა უნდა იყოს ტრიგერი, ხო და ერთ-ერთი ტრიგერი შეიძლება იყოს ეს გარე პლატფორმაზე მომხდარი რაღაცა ფაქტი. ეს ფაქტი რა შეიძლება იყოს? ეს ფაქტი შეიძლება იყოს, რომ სადღაც რაღაცა მესიჯი მოვიდა. მაგალითად Telegram-ზე. უფრო სწორად N8-მა მიიღო, ჩვენ გამოუგზავნეთ. ან მაგალითად Gmail-ში მოვიდა წერილი. ან მაგალითად CRM სისტემაში რაღაცა ახალი ჩანაწერი დაემატა. ან რაღაცა management სისტემაში რაღაცა მოხდა. ან სულად ჩვენს პირად e-commerce ვებსაიტზე ახალი შესყიდვა მოხდა. მოკლედ რაღაცა შეიძლება მოხდეს გარეთ, რაც შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი ფაქტორი, რომ დაიწყოს ჩვენი N8-ის flow. და განსხვავება event trigger-სა და webhook შორის. არ იფიქროთ, რომ event trigger-ი იწყება და მთავრდება Telegram trigger-ით. ასე არ არის. უბრალოდ მოგჩასმული. რაღაცა გარე პლატფორმებთან და აპლიკაციებთან თავისთავად ცხადია, რომ N8-ს აქვს კონკრეტული ინტეგრაცია. ანუ უკვე მზა პროდუქტი, ანუ ხარისხი, ანუ კომფორტი ჩვენთვის, რათა გამზადებული იყოს რაღაცა და უკუია ინტეგრირებული მაგალითად Telegram-ი და არ გვჭირდება ცალკე ინტეგრაცია ამ რესურსის. ასევე Telegram-ის გარდა ასეულობით და უფრო მეტი სხვადასხვა ინტეგრაცია აქვს ასე ჩაშენებული. მე მგონი 500 თუ 1000-ზე მეტი არ მახსოვს სიმართლე გითხრათ. მე მგონი გითხარით წინა ეპიზოდში. ძალიან ბევრი ინტეგრაცია აქვს ჩაშენებული და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ event trigger. event trigger-ი რა თქმა უნდა Telegram-ით არ იწყება, როგორც გითხარით, უბრალოდ ჩვენ შევდივართ აი აქ on app event და ვეძებთ
თუ რა აპლიკაციაში გვინდა რომ იქ მომხდარი ფაქტორი გაითვალისწინოს N8-მა. აქ ჩამოთვლილია უამრავნაირი აპლიკაცია, უამრავნაირი პლატფორმა, შეგვიძლია მოვნახოთ რამდენად ხელმისაწვდომია ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს იქნება YouTube, ეს იქნება Zoho, ანუ CRM სისტემა, ეს იქნება WhatsApp-ი, თუ რა ვიცი, აი ბევრნაირი რაღაცა შეგიძლიათ უბრალოდ მოძებნოთ, რამდენად ხელმისაწვდომია. რა თქმა უნდა, ეხა აქ ყველაფერი ხელმისაწვდომი არ იქნება. TBC ბანკი ან საქართველოს ბანკი ან რაღაცა ჩვენი საქართველოში მქონე e-commerce ვებსაიტი, რა თქმა უნდა, არ იქნება აქ ხელმისაწვდომი, არანაირი ინტეგრაცია არ ექნება N8-ს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე უნდა ვიხმაროთ webhook-ი, რომელიც იდეურად იგივე დანიშნულებას აკეთებს, რომ იქ გარეთ მომხდარი რაღაცა ფაქტი დაიჭიროს, ან ინფორმაცია გადასცეს, ან ინფორმაცია მოაწოდოს, მოკლედ ასეთი დეტალები მოაგვაროს, ოღონდ ჩათვალეთ, რომ ეს თუ არის ავტომატიკა მანქანის შემთხვევაში, სადაც მხოლოდ დასტარტვა გჭირდებათ და მერე მთელი ყველაფერი არის ავტომატიზირებული. Webhook-ის შემთხვევაში ეს უფრო არის მექანიკა, სადაც თქვენ მეტი ჩართულობა გექნებათ. ოღონდ სამაგიეროდ მეტი კონტროლის საშუალებაც გექნებათ. მოკლედ, კიდევ ერთხელ განგიმარტავთ. ორივე ასრულებს დაახლოებით ერთსა და იმავე ფუნქციას. გარედან შემოსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით რთავს ჩვენს სამუშაო ნაკადს. აგენტურ workflows ან უბრალოდ ავტომატიზაციას, რაც გვაქვს აგებული. ოღონდ event trigger-ი თუ არის VIP მომსახურება, webhook-ი არის თვითმომსახურება. Event trigger-ი, მაგალითად, აქ რო იყოს ახლა Gmail-ი ჩასმული. ამ შემთხვევაში event trigger-მა ზუსტად იცის როგორი აგებულებისაა sender-ი, გამომგზავნი ტექსტი და სხვა დეტალები. ანუ ეს ყველაფერი მთლიანი სტრუქტურა უკვე იცის. ავტომატიზირებულია პროცესი და ჩვენ უბრალოდ ვაკავშირებთ აპლიკაციას, დანარჩენი უკვე მოცემულია შიგნით, უბრალოდ ვნიშნავთ ჩვენ რა ოპერაცია გვინდა. ამგვარი ინტეგრაციები ხო ძალიან ბევრია და შიდა ოპერაციებიც ძალიან ბევრია. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ამ ეპიზოდში და ვერც რამდენიმე სხვა ეპიზოდში ყველაფერს ვერ გავწურავთ, მაგრამ თანდათანობით მიუყვებით და ყველანაირ ოპერაციაზე გვექნება use case-ი. მოკლედ, სისტემა ამ შემთხვევაში არის სრულად ავტომატიზირებული. რაც შეეხება webhooks, ამ შემთხვევაში უკვე ცოტა ინდივიდუალურად არის საქმე. Webhook-ი ეს არის უნივერსალური მოქმედი პირი ჩათვალეთ, რომელიც გვადგება ყველა შემთხვევაში, როდესაც N8-ს არ აქვს ინტეგრაცია იმ კონკრეტულ საიტთან. ჩვენ შეგვიძლია დაუკავშირდეთ დანარჩენ ყველაფერს. უბრალოდ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ მანუალური სამუშაოა ბევრი. ჩვენ უნდა მოვნახოთ დოკუმენტაცია, იქ არსებული კოდები, გადმოვიტანოთ და ჩვენ მივიღებთ ნედლ მონაცემებს, raw data, სადაც ჩვენ მოგვიწევს გარკვევა ჩვენით და манипуляციები. აი ჩვენ დავტესტოთ ეს, ვნახოთ, განვიხილოთ დეტალურად თუ როგორ შეიძლება ამის კონფიგურაცია. Event trigger-ი, ანუ მოვლენის ტრიგერი, რომელიც უსმენს გარე სხვა პლატფორმაზე მომხდარ მოვლენებს ყურს და იწყებს პროცესს დაუყოვნებლივ, როდესაც ეს მოვლენა მართლაც მოხდება. ეს ფაქტობრივად N8-ს გარდაქმნის ეს კვანძი ინსტრუმენტად, რომელიც მოქმედებას იწყებს თავის სამუშაო ნაკადზე, არა მხოლოდ განრიგით, რაც ჩვენ წინა შემთხვევაში განვიხილეთ, ან მხოლოდ ფორმის შევსებით მაგალითად, არამედ გარე აპლიკაციაში ასე ცალკეულად მომხდარ ფაქტებზე დაყრდნობით. ახლა განვაგრძოთ event trigger-ის, Telegram-ის, Gmail-ის და ერთი Slack-ის განხილვა, რადგანაც მნიშვნელოვანი მომენტები და პუნქტები უნდა ავხსნათ. პირველ რიგში მინდა გითხრათ შემდეგი რაღაცა, რომ Telegram trigger-ის შემთხვევაში უბრალოდ Telegram-ს ჩაწერთ და ამოგიგდებთ მრავალნაირ actions, ანუ მოქმედებას და არ აგერიოთ მეგობრებო. ესენი არის მოქმედებები, რომლებიც შეგვიძლია ჩავსვათ უკვე შუა flows პერიოდში. ესენი არ არიან დამწყებები, ესენი არ არიან პროვოკატორები. აი პროვოკაცია მოდის უკვე ტრიგერიდან და ტრიგერი არის შემდეგი Telegram-ის შემთხვევაში. ნუ შეიძლება იყოს, რომ რომელიმე ჩანელში დაპოსტილი პოსტი, ან რაღაცა პოსტში შეტანილი ცვლილება, ან მესიჯის მოსვლა, ამ წუთში ჩვენ რაც გვაქვს მონიშნული, ან რაღაცა სხვა გამოკითხვის ცვლილება, მოკლედ სხვადასხვანაირი ტრიგერია უკვე რაც არის ინტეგრირებული N8-ში Telegram-თან დაკავშირებით. ჩვენ ამ შემთხვევაში მონიშნული გვაქვს მესიჯი, ანუ მესიჯი, როდესაც მოვა Telegram-ში კონკრეტულ ჩატში, დაიწყოს flow. და ეს ნოუდი, ეს კვანძე უნდა უსმენდეს და მზად იყოს ამ მესიჯის მისაღებად. მეორე ეს არის Gmail-ი. Gmail-ის შემთხვევაში გვაქვს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ტიპის ტრიგერი და ეს ყველაფერი არის action-ი, არ აგერიოთ. ტრიგერი არის უბრალოდ ერთადერთი და ეს არის on message received. ანუ
მესიჯი რომ მოვა. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია, რაც გასათვალისწინებელია და ეს არის ფილტრები. აი აქ ქვემოთ მონიშნულია ფილტრები, ყველას არ აქვს ეს. ამ notes აქვს Gmail-ის შემთხვევაში და ეს ფილტრი დაგვეხმარება ფოკუსირებაში, რათა Gmail-დან მოსული მაილი ჩვენ, ასე ვთქვათ, არ გავმაზოთ და დავიჭიროთ ყველა შემთხვევაში და იქ რამე პრობლემა არ შეიქმნას. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია მიუთითოთ, რომ სპამში და რა ვიცი, trash, ანუ ნაგვის ყუთშიც კი ჩათვალოს, იქაც კი ნახოს ყველაფერი, რაც მოვა, ასე ვთქვათ, შეგვიძლია მიუთითოთ კონკრეტული პიროვნების სახელი და ID, საერთოდ გამომგზავნე პირის მაილით შეგვიძლია მიუთითოთ. მოკლედ, სხვადასხვა პარამეტრი შეგვიძლია მოვნიშნოთ, რაც დაგვეხმარება ამ node-ის და ამ ტრიგერის კარგად მოქმედებაში. და ასევე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ჩემი აზრით ძალიან გასათვალისწინებელია. ზოგ კვანტს, მეგობრებო, აქვს pooling-ი, ასე ვთქვათ, ასეთი რაღაცა ქვია, ზოგ ტრიგერში შეგხვდებათ და ზოგი არის პირდაპირ webhook-ის ტიპის მოქმედი ტრიგერი და მინდა რომ აი ეს განსხვავებაც დაგანახოთ. webhook-ის სტილში მოქმედი ტრიგერი ნიშნავს, რომ ის თავადვე აღარ ამოწმებს, ანუ უბრალოდ კავშირს ამყარებს და ელოდება უსმენს მომხდარ მოვლენას. მაგალითად, თქვენ აი ყველაზე მარტივი შედარება რო ავიღოთ, პიცა გამოიძახეთ სახლში. ზიხართ ელოდებით და არ რეკავთ ყოველ წუთას, რომ როდის მოვა პიცა, უბრალოდ შეკვეთილი გაქვთ და მოვა რაღაცა მომენტში. ხოლო ის შემთხვევა, როცა pooling-იც არის, უკვე ჩვენ შეგვიძლია მიუთითოთ კონკრეტული დრო, რამდენ ხანში ერთხელაც შეიძლება ამოწმოს მომხდარია თუ არა ეს მოვლენა, რასაც ეს კვანძი ელოდება. ეს რა თქმა უნდა, ეხლა თქვენ მიხვდებით, რომ ძალიან მცირე ხანი 1 წუთიანი შუალედი არ არის მთლად სასურველი, რომ აიღოთ, იმიტომ რომ ხშირად პრობლემა იქნება ხოლმე, რაღაც ადეკვატური დრო შეიძლება აიღოთ და მიუთითოთ. მოკლედ, პრინციპში Gmail-ის notes-ში ყველაფერი განვიხილეთ აქ, რაც არის და რაც შეეხება setting-ებს, setting-ებში როგორც ხედავთ, მეორდება იგივე, რაც სხვა კვანძებში იყო. ერთადერთი მეგობრებო, რასაც დღეს არ განვიხილავ, ეს არის credential-ები, იმიტომ რომ ცოტა სირთულესთან არის ხოლმე დაკავშირებული და ისედაც ძალიან ბევრი გვაქვს გასავლელი და მე აუცილებლად ამ საკითხსაც გაგიშლეთ და აგიხსნეთ. ჯერჯერობით იყოს ეს თემა განცალკევებულად, უბრალოდ მე ყველაფერი დაკავშირებული მაქვს, მუშაობს. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ უბრალოდ უნდა შეხვიდეთ აი აქ create new credential, მერე open docs და აქ არის მოცემული სრული ინსტრუქცია თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს ინტეგრაცია. თუ მოახდენთ თქვენი თხო კარგი, თუ არა და მე ამასაც გასწავლით, ეს არ იქნება პრობლემა. მით უმეტეს ზოგი ძალიან მარტივი დასაკავშირებელია. მოკლედ, აი ეს როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში output-ს მაძლევს Gmail-ის ეს კვანძი ნამდვილად მუშაობს. რაც შეეხება Telegram-ს, ერთ-ერთი ყველაზე მარტივად დასაკავშირებელი და გავრცელებული მეთოდია, ამ შემთხვევაშიც მე უკვე დაკავშირებული მაქვს, არ მახსოვს მე Telegram-ით წინა ჯერზე თქვენთან ერთად დავაკავშირე, ამასაც სხვა credential-ებთან ერთად ცალკე ეპიზოდს დავუთმობ, ვფიქრობ და აღარ ვიზამ, რომ დღეს განვიხილოს ყველაფერი და ძალიან გადაგყალოთ. აი როგორც ხედავთ, მუშაობს ეს node-იც, აი ელოდება, უკვე listening-ი ხდება, ანუ მოსმენა, რომ workflow დაიწყოს. მოკლედ, ესეც ელოდება, ეხლა აღარ დავტესტავ ამას, რადგანაც წინა ჯერზე მე გაჩვენეთ Telegram-ის მუშაობის პრინციპი და უკვე flow-ების აწყობას რო დავიწყებ, ან საერთოდ ცალკე ეპიზოდზე მე credential-ებს ცალკე განვიხილავ თუ როგორ შეიძლება დაკავშირება. და ერთადერთი Slack-ს ჩავსვამ, იმიტომ რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. Slack-ის შემთხვევაშიც ბევრნაირი ტრიგერი გვაქვს, როგორც ხედავ, თუ რომელიმე თქვენგანმა არ იცით, Slack-ი არის ესე ვთქვათ შიდა სამსახურებრივი საკომუნიკაციო პლატფორმა, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გავრცელებული და ეფექტურად მოსახმარი და ამ შემთხვევაშიც გვაქვს სხვადასხვა ტიპის ტრიგერი, რაზეც შეიძლება დაიწყოს flow, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს, რა თქმა უნდა, რაღაცა მესიჯი, რომელიც ჩანელზე შეიძლება დაიპოსტოს, მაგალითად და ამით დაწყებული flow. უნდა მიუთითოთ უბრალოდ რომელ ჩანელში ხდება ეს მესიჯი და შესაბამისად ჩვენ სტანდარტულად დაუკავშირებთ უკვე ყველაფერს. გადავიდეთ webhook-ზე. მოკლედ, webhook-ი არის ჩათვალეთ თქვენი ხიდი N8-სა და დანარჩენ ინტერნეტ შორის. ეს არის უნივერსალური ადაპტერი, რომლის საშუალებითაც ჩვენ უკავშირდებით თითქმის ყველანაირ სისტემას. დაწყებული გადახდების სისტემიდან Stripe თუ სხვა რაღაცა გადახდა, CRM სისტემები, რომლებიც შეიძლება ჩაშენებული არ იყოს, ინტეგრირებული არ იყოს N8-ში, ან ნებისმიერ სხვა პლატფორმას, რომელთან კავშირით ჩვენ შეგვიძლია დაგვჭირდეს. უბრალოდ ქმნის URL-ს, ესეც webhook-იც, რომელიც უკვე იღებს მონაცემებს და იწყებს სამუშაო
საკითხაო პროცესს, რაც ჩვენ გვაქვს აგებული. აქაც test და production URL-ები გვაქვს მოცემული, გასაგებია ეს თქვენთვის რაც არის. გვაქვს HTTP მეთოდები, რომელიც საცალკე უნდა აგიხსნათ ახლა რა არის, ჯერჯერობით არ ახსნი ამას. ერთადერთი authentication აქაც გვაქვს, რაც უკვე ჩვენ განვმარტეთ, სხვადასხვა ტიპის authentification შეიძლება და ამასაც ცოტა ხანში განვმარტავ და ერთადერთი სანამ ამ განმარტებებს დავიწყებდე და ავამუშავებდე webhook-ის notes, მე გეტყვით რომ არსებობს respond to webhook, რომელიც მთელი flow-ს ბოლოში არის ხოლმე, ეს არ არის გადაბმული ერთმანეთთან, იწყება webhook-ით, მერე მოდის flow და მერე მოდის respond to webhook. და მინდა რომ ამის დანიშნულებაც აგიხსნათ რა არის. მაგალითად, თუ არის მიბმული webhook-ი Stripe-ის გადახდების სისტემას, როდესაც მომხმარებელი გადაიხდის, დაფიქსირდება Stripe-ზე გადახდა, webhook-ი ამას დაიჭერს ერთ-ერთი მეთოდის საშუალებით, წამოიღებს ინფორმაციას, დაიწყება flow შუაში აგებული, რაც ჩვენ შემდგომ ეპიზოდებში უნდა დავიწყოთ უკვე, შესრულდება ეს flow და ბოლოში webhook-ი უკან გადასცემს უკვე ინფორმაციას Stripe-ის გადახდების სისტემას, რომ დიახ, გადახდა შესრულებულია და მიღებულია ყველაფერი შესრულებულია ჩემ მხარეს. მოკლედ, HTTP request-ი. ჩათვალეთ, რომ ეს არის ენა, რა ენაზეც ესაუბრება თქვენი webhook-ი გარე სერვისს. და გვაქვს შემდეგი ვარიანტები, ეს არის get, ყველაზე მთავარი და მეორე post. Get ნიშნავს, რომ ინფორმაციის წაკითხვა ხდება გარეთ, ანუ მაგალითად ჩვენ უბრალოდ თუ ჩავწერთ კონკრეტულ website-ს და დაკლიკებით ამ website-ზე დაიწყება flow, ანუ მოხდება ინფორმაციის მიღება, ამ შემთხვევაში ეს იქნება get მეთოდი, ხოლო post მეთოდის შემთხვევაში ხდება, როცა მოქმედებას აქვს ადგილი. მაგალითად, ინფორმაციის გაგზავნა. მაგალითად, ხდება კონკრეტულ webhook-ზე სადღაც რაღაცა ფორმის შევსება, Stripe-ზე ისევ გადახდების სისტემაში გარკვეული ანკეტის შევსება. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს post-თან. დანარჩენი იშვიათად გამოიყენება და ესენი არის უფრო ინფორმაციის ჩაკორექტირების ან წაშლის ვარიანტები. შემდეგი ეს არის ავტორიზაცია და გვაქვს სხვადასხვა ვარიანტი. Known ნიშნავს, რომ უბრალოდ საჯაროთაა ხელმისაწვდომი ეს ჩვენი webhook-ი და ყველაფერი საჯაროა. მოკლედ, აქ საერთოდ უსაფრთხოების არანაირი გარანტია და ვარიანტი არ არსებობს. Basic-ი ნიშნავს, რომ ავტორიზაცია ხდება სახელით და პაროლით ამ შემთხვევაში. ხოლო header-ის შემთხვევაში აქ გვაქვს უკვე ჩვენ ცოტა რთული მოცემულობა, როცა API კოდით ხდება დაკავშირება, header-ში ჩასმულია უკვე API კოდი და ამ შემთხვევაში ბევრად უფრო ეფექტური უსაფრთხოება გვაქვს. ხოლო ბოლო ვარიანტი GWT ავტორიზაცია გაცილებით უფრო რთული ვარიანტია. ეს ის შემთხვევა, როცა ჩვენს webhooks ვიცავთ უკვე კრიპტოგრაფიული ტოკენებით და ყველაზე სერიოზული თავდაცვის სისტემა. როგორც ყოველთვის ტესტირებისთვის ვიყენებთ knowns და სხვა production-ისთვის ვიყენებთ ხოლმე უკვე headers. მივადექით ძალიან საინტერესო განყოფილებას. ეს არის webhook-ის პასუხი, თუ როდის უნდა მოხდეს. და შეიძლება ბოლომდე ვერ გაიაზროთ, რადგან ეხა ყველა სცენარი ვერ გვექნება ჩვენ გაშლილი, მაგრამ ახლავე რო დაილექოს თქვენს გონებაში, მერე უკვე flow-ების აწყობას როცა დავიწყებთ ჩვენ, თქვენთვის ბევრად უფრო მარტივი იქნება ეს ამბავი. პირველი ეს არის immediately, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც კი მოხდება რაღაცა მოვლენა და webhook-ი რეაგირებას გააკეთებს და flow-ს დაიწყებს, ავტომატურად immediately, ანუ დაუყოვნებლივ გადასცემს ინფორმაციას, რომ ეს პროცესი დაწყებული აქვს და მან მიიღო ის, რაც სჭირდებოდა. მეორე შემთხვევაში when last node finishes გესმით რასაც გულისხმობს, ანუ ელოდება მაგალითად სხვა სცენარია, მაგალითად ბრაუზერში როცა ხდება რაღაცა, სანამ flow არ დასრულდება და უკანასკნელი node-იც არ შესრულდება, მანამდე პასუხი არ გაეცემა. შემდეგ ტაბს ეწოდება using respond to webhook node, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ, გაჩვენეთ და ეს გამოიყენება მეგობრებო იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ გვინდა რომ შეგვიძლია flow-ს შუაში ჩავსვათ ეს node-ი საერთოდ და იქ მიუთითოთ, ანუ წეღარაც გიჩვენეთ მეორე node respond to webhook, აქ ეს მოვნიშნოთ, იქ ის ჩავსვათ და ნებისმიერ იმ წერტილში ჩავსვათ, სადაც ჩვენ გვინდა რომ ეს პასუხი გაეცეს გარე სერვისს, რომ ამ webhook-მა flow დაიწყო და მიიღო რაც სჭირდებოდა. ხოლო ბოლოს streaming გესმით, რასაც გულისხმობს, ნაკლებ გამოსაყენებელია ხოლმე, მაგრამ არსებობს გარკვეული სცენარები ამისთვისაც, როდესაც ნაკუწ-ნაკუწ, ნაგლეჯ-ნაგლეჯ გადაეცემა ინფორმაცია და არა ერთიანად ან დასაწყისში, ან შუაში, ან ბოლოში. ანუ anything ამ შემთხვევაში აღარ ელოდება ყველაფრის დასრულებას და ნაწილ-ნაწილს როგორც მომზადების პროცესში, რაც აქვს უკვე მომზადებული, იმის პასუხებს აბრუნებს. აი მაგალითი რო ავიღოთ მარტივი
პასუხობრივი ChatGPT როცა რაღაცაზე გვპასუხობს, ის ერთიანად არ გვპასუხობს, ხო ასეა, ნაწილ-ნაწილ გვპასუხობს, სიტყვა-სიტყვა, ნელ-ნელა წერს, ისე გვიბრუნებს საბოლოო პასუხს, ამ პროცესს ქვია უკვე სტრიმინგი. სტრიმინგი ზოგადად იმიტომაა კარგი, რომ მომხმარებელი ერთ წამშივე ხედავს უკვე რაღაცა შედეგს პირველ სიტყვებს და ეს უკვე კარგია. დაახლოებით აღიქვამს მომხმარებელი იმ პასუხს, რაც შეიძლება დაგენერირდეს საბოლოოდ. ახლა გადავიდეთ შედარებით უფრო რთულ ოპშენებზე, ქვემოთ add options. განსაკუთრებით post მეთოდის დროს თავაზობს უფრო ღრმა, ტექნიკურ და უსაფრთხოების პარამეტრებს. რაშიც ძალიან კარგი იქნება თავიდანვე, ფუნდამენტურად ახლავე თუ გავერკვევით, დაილექება თქვენს გონებაში და მომავალში უკვე დაუბრუნდებით ჩვენ flow-ების დროს და თქვენთვის სიახლე არ იქნება ეს ამბავი. დავიწყოთ პირველით. Allowed origins. ეს არის ბრაუზერის უსაფრთხოების პარამეტრი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დაუბლოკოთ აბსოლუტურად ყველა სხვა ადგილიდან ჩვენს webhook-ზე მოთხოვნის გამოგზავნა გარდა კონკრეტულად ჩვენი ვებსაიტისა, რომელიც შეგვიძლია თავისუფლად მიუთითოთ mysite.g. მოკლედ და მხოლოდ ეს დავტოვოთ, სხვა ყველაფერი ავკრძალოთ. რაც შეეხება მომდევნოს, მომდევნო არის შემდეგი. Field name for binary data. თუ გახსოვთ ჩვენ binary data განსაზღვრეთ და ვთქვით, რასაც ნიშნავს N8-ის პლატფორმაზე, ანუ ყველაფერი არატექსტობრივი, ფოტო, ვიდეო, სხვა სახის კონტენტი, რაც შემოდის და მუშავდება N8-ში. და ამ პარამეტრით ჩვენ შეგვიძლია სახელი დავარეგულიროთ, ანუ default-ად ქვია data, მაგრამ შეიძლება ჩვენს მომდევნო ნოუდებს სხვა სახელი სჭირდებოდეს ზუსტად ამ ფაილისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ და დავარქვათ image. ან რაღაცა სხვა. მოკლედ ეს შეგვიძლია ვარეგულიროთ თავისუფლად. რაც შეეხება შემდეგს, ეს არის ignore bots, ჩვენ დაახლოებით გავიარეთ უკვე, ამით ჩვენ ვზღუდავთ Google-ისა და სხვა პლატფორმების სკრიპტებს, რომ ჩვენთან გამოაგზავნონ რაღაცა მოთხოვნები, შემოვიდნენ, რომელიც გადატვირთავს და არეულობას შემოიტანს ჩვენს webhook-ში და სამუშაო ნაკადში და შესაბამისად შეგვიძლია ეს თავისუფლად მოვნიშნოთ და შევზღუდოთ. რეკომენდირებულიცაა აუცილებლად ამისი გაკეთება. ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული კომპიუტერებისა და სერვერების IP მისამართები მიუთითოთ, მაგალითად ჩვენი სამსახურეობრივი ოფისის სერვერის IP მისამართი, რისის საშუალებითაც მხოლოდ მას მივცემთ ნებართვას და სხვა რაღაცა გარე, ჰაკერულ ან რაღაცა სხვა ტიპის IP მისამართებს არ მივცემთ საშუალებას, რომ ზემოქმედება მოახდინონ ჩვენს webhook-ზე და დაიწყონ flow. რაც შეეხება შემდეგს, ეს არის raw body, როგორც ყოველთვის N8-ი აბრუნებს პასუხებს JSON-ით. ჩვენ ვთქვით JSON ფორმატში მოძრაობს, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში შეგვიძლია ჩვენ თუ ჩავურთავთ raw body-ს, როგორც მიიღებს ის ტექსტობრივ ფორმას, რა ფორმულირებითაც მიიღებს, ზუსტად ისე შეგვიძლია დავტოვოთ და განვავრცოთ ნოუდებში. ამ შემთხვევაში ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როცა გამოიყენება, თუმცა რაღაცა მომენტებში შეიძლება დაგგვჭირდეს გარკვეულ სცენარებში და ამასაც განვიხილავთ. რაც შეეხება შემდეგს, ეს არის respond code, რომელიც გულისხმობს რა სტატუსი უნდა დააბრუნოს webhook-მა, მაგალითად პაროლი თუ არასწორია, ან თუ ყველაფერი წესრიგშია, მოკლედ ამ ყველაფრის მონიშნა და ამით манипуляცია შეიძლება, custom კოდიც არის და ამასაც გამოვიყენებთ გარკვეულ სცენარებში და ამის შესაძლებლობა გვაქვს რომ იცოდეთ. და გვრჩება ბოლო response headers. ეს არის ტექნიკური ინფორმაცია, რომელიც პასუხს მიყვება ხოლმე თან, როცა გარკვეული სისტემა იძახებს ჩვენს webhooks და რაღაცა კონკრეტულ ფორმატს თხოვს და საჭიროება მოითხოვს, რომ რაღაცა დამატებითი ტექნიკური ინფორმაცია გაჰყვეს, აქ ჩვენ ვუთითებთ უკვე დამატებით ინფორმაციას, ესეც საკმაოდ კარგი, მაგრამ იშვიათად გამოყენებადი სცენარი და ფუნქციაა. აქედან გამომდინარე, ამასაც ჩვენ როცა საჭიროება მოითხოვს, აუცილებლად განვიხილავთ. მოკლედ, თითქმის ეს ოპშენებიც ასე თუ ისე მიმოვიხილეთ, ეხლა ერთადერთი ჩვენ უბრალოდ ავაწყოთ ერთი მარტივი webhook node და გავუშვათ და შეგვიძლია გადავიდეთ ბოლო დარჩენილ ორ ტრიგერზე. კარგი, მოდი ახლა ჩვენ დავტესტოთ webhook-ი, ორი სხვადასხვა მეთოდი, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის get მეთოდი და post მეთოდი. post მეთოდით დავიწყოთ, რადგან შედარებით რთული და კომპლექსურია უფრო. ჩვენ უბრალოდ ახლა უნდა დავტესტოთ ეს webhook-ი, შესაბამისად ვაკოპირებთ აი ამ test URL-ს, შევდივართ აი ამგვარ საიტზე, რომელსაც აღწერაში ჩავდებ. ძალიან მნიშვნელოვანი საიტია, ბევრი ფუნქციონალი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეგვიძლია webhook-ის მარტივად დატესტვა. სატესტო მაგალითი ამოვიღე ხელოვნური ინტელექტისგან, უბრალოდ აქ მიუთითებთ test URL-ს, რაც წეგან დავაკოპირე N8-დან, მოვნიშნავთ ჩვენ მეთოდს, ამ შემთხვევაში post-ს ტესტავთ, ჩავაკოპირებ
მე რაც მომცა AI-მ და უბრალოდ მივცემ sends და ვნახავ თუ იმუშავა კი workflow was started. კი ბატონო, ყველაფერმა იმუშავა, output-იც მოგცა. როგორც ხედავთ, იმუშავა სტანდარტულად post მეთოდმა. მოდი დავტესტოთ get მეთოდიც. get მეთოდი ძალიან მარტივია, პირდაპირ შეგვიძლია ლინკი დავაკოპიროთ, არ გვჭირდება სატესტო მაგალითი. ამ შემთხვევაში დავაკოპირე, გავხსნით და message workflow was started დაიწყო მართლაც და გადავხედოთ, კი ბატონო, გვიჩვენა რომ იმოქმედა get მეთოდმაც. ანუ ორივე მეთოდმა იმოქმედა ძალიან მარტივად, რაზეც შეგვიძლია დავაფუძნოთ და ავაწყოთ flow. ახლა კი გადავიდეთ body respond to webhooks-ზე. webhook-ის განხილვის შემდეგ. თუ გახსოვთ, წეღან მე გაჩვენეთ თქვენ setting-ი, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ ამ თავარ setting-ში respond to webhook. ხო და ამის შემდეგ უკვე ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ flows ნებისმიერ ნაწილში, ბოლოში ან რაღაცა სხვა წერტილში და აქ განსაზღვროთ უკვე საბოლოოდ თუ როგორ და რა უნდა ვუპასუხოთ ჩვენ მომხმარებელს. პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ თუ რა ფორმატით შეგვიძლია დაუბრუნდეთ მას, ვინც webhook-ი გამოიძახა. First incoming item. ეს გულისხმობს იმას, რომ რაც წინ დგომმა node-მა გამოიტანა JSON ფორმატში, შეგვიძლია ამით ჩვენ მომხმარებელს დაუბრუნოთ ზუსტად ის პასუხი. მაგალითად, თუ ამინდის პროგნოზი განსაზღვრო, ზუსტად ეს დავაბრუნოთ. JSON-ი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ან ხელით დაწერილი, ან AI-ის მიერ დაწერილი და შეგვიძლია ეს გავაგზავნოთ ზუსტად და ეს манипуляცია მოვახდინოთ ამ კუთხით. Redirect-ის შემთხვევაში ეს პასუხი შეგვიძლია ჩვენ გავცეთ, ასე ვთქვათ, გადამისამართებით, ჩვენ რასაც მივუთითებთ ზუსტად იმ ახალ საიტზე, ან ჩვენ შეგვიძლია დავაბრუნოთ მაგალითად binary ფაილი, რომელიც ჩვენ უკვე გავიარეთ, მაგალითად დაგენერებული PDF ფაილი. თუ ჩვენმა flow-მა აწყო PDF ფაილი, რატომაც არა, შეგვიძლია მომხმარებელს საბოლოო პასუხად ჩვენ დავუბრუნოთ ზუსტად ეს PDF ფაილი ჩამოვატვირთვინოთ. ამ გვაქვს ვარიანტი, რომ საერთოდ არანაირი პასუხი არ დავუბრუნოთ, ცარიელი გავგზავნოთ, თუმცა ეს პასუხი იქნება წარმატებული და არა წარუმატებელი. გვაქვს აქ სხვა ვარიანტებიც, მაგალითად შეგვიძლია რომ ყველანაირი input-ით შეგვიძლია უპასუხოთ, ან შეგვიძლია მხოლოდ ტექსტობრივად უპასუხოთ, რაც გამომდინარეობს მარტივი text body-დან და მოკლედ სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, რომელიც ეხლა ცოტა გაგიჭირდებათ ახსაქმელად, მაგრამ იცოდეთ რომ ეს არსებობს და იდეურად მიხვდით, გაანალიზეთ და აუცილებლად სცენარში როცა გამოვიყენებთ, უფრო კარგად მიხვდებით ამ ყველაფრის დანიშნულებას. რაც შეეხება option-ებში უფრო პროფესიონალური სტრუქტურა გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია სპეციალური კოდის სახით შევქმნათ და დავაბრუნოთ სტანდარტული პასუხები, წარმატებული, წარუმატებელი თუ სხვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ შეგვიძლია header-ად დავამატოთ. წეღანაც განვიხილეთ, ეს იშვიათად გამოიყენება ეს, მაგრამ შეგვიძლია ამით უკვე მივუთითოთ რა კონტენტის ტიპი მოდის პასუხად და ესეც მნიშვნელოვანი იქნება, ამას თუ განსაზღვროთ ხოლმე, აუცილებლად დაგჭირდება ეს გარკვეულ flow-ებში 1-2-ში მაინც და უფრო ნათელი მოეფინება ამ ყველაფრის დანიშნულებას. მოკლედ, ყველანაირი манипуляცია შეგვიძლია ჩავიდინოთ, ყველაფერი ჩვენ ხელშია და ამ ყველაფერში მაგარი ის არის, რომ ამისი ტექნიკურად გააზრება გვიწევს, მაგრამ არ გვიწევს ჩვენი ხელით ამ ყველაფრის კოდად გაწერა. აქედან გამომდინარე, მესმის შეიძლება ეხლა ცოტა რთული იყოს ეს ყველაფერი ახსაქმელად, მაგრამ ეპიზოდით უბრალოდ დაიმახსოვროთ ნაწილობრივ მაინც ეს საკითხები, მომდევნო ეპიზოდებში კიდევ ერთხელ გიმეორებთ, როცა ჩვენ გავივლით უკვე კომპლექსურ flow-ებს, ეს თქვენთვის არ იყოს რაღაცა უცხო ხილი და ხელახლა სათითაოდ გარჩევა არ მოგვიწევს აბსოლუტურად ყველაფრის და უფრო განვიმტკიცოთ შემდეგ. რაც შეეხება setting-ებში აქ არის ერთი ფუნქცია, კიდევ დამატებით რისი განხილვაც მინდა, რადგან დანარჩენი თითქმის მეორდება უკვე ჩვენ რაც განვიხილეთ node-ის setting-ებიდან. setting-ებში დამატებულია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტაბი, პირველივე დანარჩენი ვიცით ჩვენ უკვე დაახლოებით რას ნიშნავს enable response output branch, რაც გულისხმობს იმას, რომ გაგრძელდეს თუ არა პასუხის გაცემის შემდეგ webhook-ზე ეს flow. ნახეთ რა სიტუაცია, შეიძლება მაგალითად მომხმარებელმა შეავსო ფორმა. ჩვენ კი გსურს რომ დაუყოვნებლივ გავცეთ პასუხი მომხმარებელს, რომ წარმატებით შეივსო და გადაიგზავნოთ, თუმცა გსურს flow-ს გაგრძელება, იმიტომ რომ გვინდა რაღაცა დამატებითი ავტომატიზაციების ჩასმა. მაგალითად, Slack-ში გაიგზავნოს შემდეგ უკვე ამაზე ინფორმაცია, ან Gmail-ით გაიგზავნოს ფიზიკურად რაღაცა დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ. მოკლედ, რაღაცა ავტომატიზაციის აწყობა გვინდა, მაგრამ არ გვინდა რომ ვალოდინოთ მომხმარებელი თუ შეავსო ფორმა და გადაგზავნა, მაშინვე მიუვიდეს პასუხი, რომ წარმატებით გადაიგზავნა. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ჩავრთოთ ეს და ამით უკვე ჩვენ ნებართვას ვაძლევთ, რომ respond to webhook-ის შემდეგ მოვახდინოთ flow-ს და ავტომატიზაციას გაგრძელებას და არ შეწყდეს ამ მომენტში არ დამთავრდეს ყველაფერი. მოკლედ, თუ ეს გვექნება ჩართული, მაშინ გვექნება ჩვენ უკვე ორი გამომავალი, response და მეორე input
data, რათა გავაგრძელოთ flow, ხოლო თუ ჩვენ გამოვრთოვთ ამას, ამ შემთხვევაში გვექნება მხოლოდ ერთადერთი გამომავალი და ეს იქნება ფაქტობრივად ჩიხი და დასასრული. და მოკლედ მეგობრებო, გავედით ბოლოში webhook-თან და respond to webhook-თან დაკავშირებით და ეხლა მე უბრალოდ ავდგები და პატარა ტესტს ჩავატარებ. მოდი გადავაბათ ეს ორი კვანძი ერთმანეთს, ჩვენ ავიღოთ სატესტო URL-ი და ავიღოთ ამ შემთხვევაში get, როგორც წეღან ჩვენ განვიხილეთ. ხო, setting-ში ჩვენ აუცილებლად respond-ში უნდა მოვნიშნოთ, რომ using respond to webhook node, რადგანაც მივანიშნოთ, რომ უნდა გამოვიყენოთ respond to webhook, შევიდეთ აქ და რაც შეეხება აქ, მოდი პირველ რიგში მოვნიშნოთ ტექსტი და გამარჯობა საქართველო. ჩავწეროთ შემდეგი რაღაცა. ეს რა გვაქვს? ესენი მოდი წავშალოთ, ხელის შემშლელი არ იყოს რაღაცა წეღან რო ტესტავდი, იმას გიჩვენებდით. ოკეი. ეხლა ჩვენ უბრალოდ ავდგეთ, ამას დავაკლიკოთ, დაიწყო მოსმენა, ანუ ჩვენ გველოდება ეხლა და ჩვენ დავაკოპირეთ სატესტო ლინკი და შემიძლია გავხსნა ახალ გვერდზე და ვნახოთ რა იქნება. მოკლედ, ეხლა ჩვენ დავაკოპიროთ სატესტო URL-ი და ჩვენ უნდა დავიწყოთ flows აღსრულება, გავხსნათ ეს URL-ი და გამარჯობა საქართველო. როგორც ხედავთ, იმუშავა ყველაფერმა, get მეთოდმაც webhook-ში და ასევე respond to webhook-მაც. მოდი კიდევ ერთი რაღაცა ვცადოთ, პატარა ტესტი ჩავატაროთ. ამ შემთხვევაში ტექსტი აღარ და მიუთითოთ ჩვენ redirect-ი და გავახსნევინოთ ჩვენ AI Pulse Georgia-ს ვებსაიტი, ანუ ჩვენი ვებსაიტი მივცეთ და ვნახოთ თუ გააკეთებს redirect, საინტერესო იქნება. მოდი ახლა ჩვენ კიდე ერთხელ დავაკოპიროთ ეს სატესტო ლინკი. კიდევ ერთხელ მივცეთ აღსრულებას და ამ შემთხვევაში ჩვენ ხელთავიდან ერთხელ კიდევ გავხსნით. კი ბატონო, გააკეთა redirect-ი, როგორც ხედავთ. ძალიან კარგი. ამანაც იმუშავა. და მოდი კიდევ ერთი ტესტი ჩავატაროთ. ეს უფრო დეველოპერებისთვისაა, მაგრამ მაინც მოდი ახლა მიუთითოთ ჩვენ JSON-ი და JSON ფორმატში რო გამოგვიტანოს კოდი, აი აგერ მაქვს მე სატესტო ვერსია, შემიძლია მე აქ ჩაუწერო JSON-ში, ეს ავშალოთ, ეს ჩაუწეროთ, კი ბატონო, კიდევ ერთხელ დავაკოპიროთ ეს ლინკი და კიდევ ერთხელ გავხსნათ და ვნახოთ რა იქნება. სამწუხაროდ არ ქნა, არ ვიცი რა არის მიზეზი, კიდევ ერთხელ ვცდი. ოპერაცია შესრულდა code 200. კი ბატონო, გამომიტანა და ვნახოთ აქ რამდენად არის გამოტანილი. კი ბატონო, ოპერაცია შესრულდა code 200. რაც მე მინდოდა ზუსტად ის არის გამოტანილი. ძალიან კარგი. ამანაც იმუშავა. ეს არის ჩვენი webhook და respond კვანძები და შეგვიძლია გადავიდეთ ბოლო ორ მნიშვნელოვან ტრიგერზე, რისი განხილვაც მინდა დღეს. პირველი ეს არის chat message received. წინა ეპიზოდის დროსაც განვიხილეთ, როდესაც flow ავაგეთ, შედარებით მარტივია ნამდვილად და ერთია კიდე when execute by another workflow, ანუ ქვედინება, ქვესამუშაო პროცესი როცა უნდა დაიწყოს მაგის აღსრულების შესახებ. მოდი ეს ორი ტრიგერიც განვიხილოთ ახლა მეტნაკლებად სიღრმისეულად, რათა თქვენ წარმოდგენა გქონდეთ ზუსტად რას ეხება საქმე. მოკლედ, გადავიდეთ ჩვენთვის ნაცნობ ჩატის ტრიგერზე, რომელიც წინა ეპიზოდში განვიხილეთ. ჩათვალეთ, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, თქვენი კარიბჭე AI სამყაროში, რადგანაც განსხვავებით Telegram-ისა და Slack-ის ან WhatsApp-ის ტრიგერებისგან, სადაც ჩვენ გარე სერვისის ჩატით ვსარგებლობთ, ეს არის N8-ში ჩაშენებული ჩატის ფუნქციონალი, ასე ვთქვათ. ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად შევქმნათ ამ ტრიგერის გამოყენებით ჩვენს ვებსაიტზე ჩასაშენებელი ჩატი მაგალითად, ან სულაც ინტერფეისი ჩვენი თანამშრომლებისთვის, როგორიც შეგვიძლია რაღაცა ChatGPT-ში ავაწყოთ custom GPT დაახლოებით მსგავსი, რომელსაც კომპანიის შესახებ ინფორმაცია ექნება მაგალითად. ანუ ამ ნოუდის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ავტომატურად შევქმნათ სასაუბრო ფანჯარა, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ სხვადასხვა use case-ში. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, როგორც წინა ეპიზოდის შემთხვევაში, ამას უნდა მოყვებოდეს აუცილებლად AI აგენტი, იმიტომ რომ ეს ინტერფეისი რეალურად ინფორმაციას გადასცემს ჩვენს AI აგენტს, რომელიც მეხსიერებით და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ამუშავებს ჩვენს მიერ მიცემულ ინსტრუქციებსა და დოკუმენტებს და აბრუნებს პასუხს ამავე ჩატში. მოკლედ, დავიწყოთ გამოყენების მაგალითები. შეიძლება იყოს კორპორატიული ჩატი, რომელიც ასევე
კომპანიის დოკუმენტებზე დაყრდნობით, უსაფრთხოების პარამეტრების გათვალისწინებით ძალიან მარტივად პასუხობს შიდა თანამშრომლებს სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით. ან შეიძლება იყოს ჩვენთვის პირადი ჩატი, რომელიც გარკვეულ ფაილებს აანალიზებს ჩვენთვის სასურველს და გვესაუბრება ასეთ განცალკევებულ ინტერფეისში. და ბოლო ერთ-ერთი ამ წუთის მდგომარეობით რაც მინდა აღვნიშნო, ეს შეიძლება იყოს ჩვენთვის პროტოტიპი. სანამ Telegram-ს, WhatsApp-ს, Slack-ს ჩავაბავთ და რაღაცა, შეიძლება ჩვენ რო დიდ აგენტურ flow-ს ავაწყობთ, ეს გამოდგეს ჩვენთვის პროტოტიპისთვის, რომ ნახოთ საერთოდ როგორ მუშაობს ჩვენი flow, ჩვენი AI აგენტი და შემდეგ როცა უკვე ყველაფერი წესრიგშია, შეგვიძლია უკვე ამის მაგივრად ჩავაშენოთ პლატფორმის ტრიგერი. მოკლედ, დავიწყოთ ამ node-ის განხილვა, ამ ტრიგერის. თითქოს ამ ტრიგერზე ჩვენ წინა ჯერზე ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც აქვს რაღაცა ისეთი ფუნქციები, ისეთი სპეციფიკა, რაზეც არ გაგვიმახვილებია ყურადღება და შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, დეტალურად გავშაროთ ეს ინფორმაციები, რათა გონებაში კარგად გაჯდეს და ასევე დაახლოებით რაღაცები დუბლირდება სხვა ნოუდებშიც და სხვაგანაც გამოგვადგება ამისი ცოდნა. პირველ რიგში, ეს გვაქვს ჩატის ნოუდი ასეთია და გვაქვს მოსანიშნი, რომ გავხადოთ ჩატი საჯაროდ ხელმისაწვდომი. თუმცა მაგამდე ჩვენ შეგვიძლია რაღაცა რამდენიმე ქვედა ოპციით ვისარგებლოთ, მაგრამ უფრო მეტ ოპციას გავგვიხსნეს თუ კი თავიდანვე გადავსკროლავთ ამას, შესაბამისად შეგვიძლია ამით დავიწყოთ განხილვა. მოკლედ, გვაქვს ორი სხვადასხვა ვარიანტი. ერთს ქვია hosted chat და მეორეს ქვია embedded chat. hosted chat ნიშნავს, რომ თვითონვე N8-ი დააგენერირებს links და ჩვენ შეგვიძლია რომ ცალკე widget-ად გავხსნათ და დავაგენერიროთ linki ჩვენთვის და ჩვენი თანამშრომლებისთვის ან ჩვენი მომხმარებლებისთვის, სადაც შეძლებენ chat-თან საუბარს. ან გვაქვს მეორე ვარიანტი, რომ აქვე ვესაუბროთ ჩვენ chat-ს განვახორციელოთ N8-ის პლატფორმაზევე საუბარი. ხოლო მეორე ვარიანტი embedded chat ნიშნავს იმას, რომ დააგენერირებს კოდს და ჩვენ შევძლებთ უკვე ჩვენს ვებსაიტზე ამ chat-ის გადატანას როგორც widget-ის. ამას მერე უკვე რთული flow-ების დროს განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება ამისი გაკეთება. ამჯერად მოვნიშნოთ hosted chat და ჩვენ გვაქვს ორი ფუნქცია კიდევ დამატებით. პირველი მისალმება რა, სტანდარტული მისალმება შეგვიძლია გავაკეთოთ, გამარჯობა, read, შემიძლია რომ დაგეხმაროთ. სიტყვაზე იყოს ეს და მეორე ავტორიზაცია, რომელიც აუცილებელი იქნება, იმიტომ რომ თუ საჯაროდ ხელმისაწვდომი ჩატი გვექნება, ეს ჩატი ცალსახაა, რომ უნდა იყოს აუცილებლად რაღაცნაირად დაცული და არ უნდა შემოდიოდეს ყველანაირი მესიჯი. შესაბამისად, შეგვიძლია ჩვენ საერთოდ არ გავაკეთოთ ეს ავტორიზაცია, ან შეგვიძლია მაგალითად გავაკეთოთ ბაზისური ავტორიზაცია, რაც გულისხმობს, რომ სახელი და პაროლი, უბრალოდ credential-ი დაგვჭირდება აქ და მერე გავაკეთოთ ესეც აუცილებლად და შეგვიძლია N8-ის ავტორიზაცია გავატაროთ, ანუ ფიზიკურად N8-ის პლატფორმაზე უწევდეს შემოსვლა ადამიანს და ავტორიზაცია რომ ისარგებლოს ამ chatbot-ით. და გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციაზე, ეს არის ოპციები, რომელიც ამ chatbot-ის ქცევას, visuals და უსაფრთხოებას არეგულირებს. გარკვეულ პარამეტრებს, რომლებიც შეგვიძლია ძალიან კარგად ვმართოთ. დავიწყოთ და ვეცდები თითოეული მათგანი დეტალურად განვიხილო თუ რას გულისხმობს. აი ამ ოპციებიდან. იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ტრიგერია და აუცილებლად გამოგადგებათ მომავალში. დავიწყეთ. პირველი ოპცია ეს არის allowed origins. რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რაღაცნაირად უსაფრთხოების პარამეტრი უნდა დავარეგულიროთ ამით. სადაც ვაპირებთ ეს chatbot-ი რომ წავიღოთ და ჩავაშენოთ, ზუსტად იმ ვებსაიტის სახელი უნდა მიუთითოთ აქ. თუ დავტოვებთ ამ ველს საერთოდ ცარიელს, შეიძლება ამ chatbot-მა ვებსაიტზე არ იმუშაოს. ხოლო თუ pip-kit დავტოვებთ ამას, მაშინ ყველგან იმუშაობს. ჩვენ არც ერთი გვაწყობს და არც მეორე. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია კონკრეტულად მივუთითოთ უკვე ის ვებსაიტი, სადაც გვინდა რომ იმუშაოს. მაგალითად, შეგვიძლია მიუთითოთ AI Pulse Georgia-ს ვებსაიტი. გადავიდეთ შემდეგ ოპციაზე, რაც გულისხმობს allow file uploads და მე მგონი გასაგებია, რასაც გულისხმობს, რომ ამ chat-ში არ იყოს მარტო chat-ი შესაძლებელი, თავისუფლება გქონდეს, რომ ავტვირთოთ კონკრეტული ფაილები, PDF-ი იქნება,
რაღაცა Word დოკუმენტი იქნება თუ ფოტო, ну ამის შესაძლებლობა არსებობდეს, იმიტომ რომ ჩატის დროს ყოველთვის მნიშვნელოვანია ეს ფუნქციონალი. შემდეგი ოპცია კი ამასთან არის დაკავშირებული, კონკრეტულად ფაილის ტიპებით შეგვიძლია მიუთითოთ რისი ატვირთვა იქნება შესაძლებელი. ყველაფრის თუ კონკრეტულად გამორჩეულად რაიმე ფაილის ტიპების მხოლოდ. თუ Arial-ს დავტოვებთ, ყველაფერს მიიღებს და პრინციპში შეგვიძლია ასეც გავაკეთოთ. ან შეგვიძლია აი თვითონვე მოცემული მაგალითები, მაგალითად image ან text, როგორც წერია, ზუსტად ესე უნდა ავსახოთ, მაგალითად image და შესაბამისად მიიღებს ფოტოებს. გადავიდეთ შემდეგზე. ეს არის input placeholder. Input placeholder გულისხმობს აი ამას, უფრო კონკრეტულად რო მივხვდეთ. აი ზუსტად ამას, თვითონვე რო გთავაზობს რაღაცა ვარიანტს, რა შეიძლება გამოჩნდეს. შეგვიძლია აქ მივთითოთ რომ დაწერე რაიმე. მოდი ეს იყოს. გადავიდეთ შემდეგზე, ეს არის load previous session. ეს არის ოპცია, როცა მომხმარებელს საშუალებას მისცემს, რომ სჩანდეს მისი წინა კომუნიკაცია ამ ჩატთან. ძალიან კარგი და საჭირო გამოცდილებაა დამეთანხმებით. შეგვიძლია მიუთითოთ from memory. გადავიდეთ შემდეგზე, რომელიც არის require button click to start chat. რაც გულისხმობს იმას, რომ თუ შეგემჩნევიათ ვებსაიტზე ქვემოთ პატარა ღილაკი როა ხოლმე მოცემული, რაზე დაკლიკებითაც იხსნება ჩატი. აი ზუსტად ეგ რო გამოჩნდეს ვებსაიტზე, აი მაგის ოპციაა და ესეც საინტერესო ფუნქციაა. ამ წუთში ჩვენ არაფრად არ გვჭირდება ეს და შეგვიძლია გავთიშოთ. და შემდეგი ორი ოპცია ეს არის title და subtitle. მე მგონი გასაგებია ეს, რომ ჩატის მთავარ ინტერფეისში რა გამოჩნდეს როგორც მთავარი სათაური და როგორც ქვესათაური. აქ შეგვიძლია მიუთითოთ რაღაცა ასეთი რამე, ტექნიკური მხარდაჭერა, ხოლო subtitle-ში შეგვიძლია მიუთითოთ მაგალითად ჩვენ ხაზზე ვართ. და გვჭება ორი მნიშვნელოვანი ოპცია განსახილველი. პირველი ეს არის custom chat styling და response mode. Custom chat styling გულისხმობს, რომ ჩვენ შეგვიძლია დავარეგულიროთ ინტერფეისი ოღონდ კოდის მიხედვით. ეს კოდი ახლა ვინც არიცით დაწერა, გაგიჭირდებათ. თუმცა შეგიძლიათ რომ დააწერინოთ AI-ს, მე ამას ვწვდი ახლა ზუსტად და აქ ჩავაკოპირებთ, ვცადოთ როგორც გამოგვიკეთებს. შევაქნევინე რაღაც და მოდი უბრალოდ ავდგეთ და ჩავაკოპიროთ ჩვენ ეს. კი ბატონო, ესეც ჩავაკოპირეთ, ბარემ ბოლო ოპციასაც აგიხსნით და შემდეგ გავხსნათ და ვნახოთ უკვე. ეს არის respond mode, რაც თქვენ დაახლოებით იცით უკვე. ეს გულისხმობს იმას, რომ რა მომენტში, რა დროს უნდა უპასუხოს ჩატმა მომხმარებლის შეკითხვას. წეღარაც განვიხილეთ დაახლოებით იგივე. სტრიმინგის დროს, ანუ ნაწილ-ნაწილ როგორც ხდება ხოლმე, თუ როდესაც ბოლო ნოუდი დაასრულებს მუშაობას მაგ მომენტში, თუ როდესაც ჩვენ გამოვიყენებთ response nodes და ჩვენ თვითონვე ჩავსვამთ flows იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ჩვენ გვინდა რომ მომხმარებელს უპასუხოს ჩატმა. მოდი ამ შემთხვევაში სტრიმინგი მიუთითოთ, საინტერესო იქნება. კი ბატონო, და შეგვიძლია უკვე გავიდეთ ტესტზე. მოდი დავტესტოთ ახლა მეგობრებო, გამარჯობა უთხარი მე, აი ესეთი პასუხი გამცა და გადავამოწმოთ. კი ბატონო, ნოუდმა იმუშავა, აქაც აისახა, ძალიან კარგი. ამ გზითაც შემიძლია საუბარი და განგრძობა და აი აქაც შემიძლია უკვე ეს ტრიგერი გამოვიყენო და ჩატით ვისარგებლოთ. ამ nodes ჩვენ ძალიან ხშირად გამოვიყენებთ, როგორც გითხარით, flow-ებში და ძალიან ვრცელ განმარტებებს გავაკეთებთ კიდევ. მოდი ახლა გადავიდეთ შემდგომ node-ზე, რომელიც ქვესამუშაოს დაწყების მართვის ტრიგერია და საკმაოდ გვექნება იმაზეც სასაუბრო და ისიც განმარტოთ დეტალურად. მოკლედ დავიწყოთ ძალიან მნიშვნელოვანი ტრიგერი და მოქმედება, ანუ ორი სხვადასხვა ნოუდი, კვანძი. შეგვეძლო დღეს ჩვენ არ გამგვეხილა ეს ორი კვანძი, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხია და სჯობია თავიდანვე ეხლავე განვიხილოთ. ეს არის ქვესტრიმების, ქვესამუშაო პროცესების კვანძები, რომელსაც სხვადასხვა სახელი ჰქვია, ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ პლუსში შევიდეთ, დავაკლიკოთ executive და ამოგვიგდებს execute sub workflow, დავაკლიკოთ და ჩვენ გვაძლევს უკვე მოქმედების კვანძს ერთი და მეორე შემთხვევაში გვაძლევს ტრიგერს. და მინდა რომ აგიხსნათ ახლა ეს რას გულისხმობს იდეურად და მე უკვე გაჩვენოთ დეტალები, პრაქტიკულად გავიაროთ საკითხები. საქმე ეხება იმას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში
ჩვენ როცა გვაქვს რაღაცა ერთი ძირითადი flow აწყობილი, ჩვენ შეგვიძლია რაღაცა ნაწილი სამუშაოების, რაც უნდა შესრულდეს, ჩვენ შეგვიძლია გავიტანოთ აბსოლუტურად სხვა sub workflow-ში. აი როგორც ახლა გადავედი მე დამატებით workflow-ში. ამას ქვია მშობელი workflow, საიდანაც გადავედი, ამას ქვია უკვე sub workflow. ეს მინდა ეხა გაჩვენოთ ყველაფერი აქ რაც ხდება და იდეურადაც აგიხსნათ თუ რაში შეიძლება დაგვჭირდეს ეს. პირდაპირ მაგალითის სახით დავიწყოთ. ჩვენ გვაქვს ასეთი workflow, რომ ჩვენ ვიღებთ მომხმარებლის შესახებ განაცხადებს სესხის თაობაზე და უნდა განსაზღვროთ ეს განაცხადი უნდა შევავსოთ და უნდა განსაზღვროთ ვამტკიცებთ, არ ვამტკიცებთ თუ რას ვაკეთებთ. აი ეს მშობლიური workflow პასუხს აგებს ზუსტად განაცხადზე, განაცხადის შევსებაზე, გადაგზავნაზე და მოკლედ დეტალებზე. მაგრამ თქვენ იცით, რომ ამ სამუშაო პროცესში არის ერთი ძალიან დიდი მოქმედების არეალი, რაც გულისხმობს screenings. ცხადია, რომ მომხმარებლის შესახებ ჩვენ უნდა გავიგოთ ინფორმაცია. რამდენი აქვს საკრედიტო ლიმიტი, როგორი სტატუსი აქვს და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ჩვენ მშობლიურ workflow მომართული გვყავს განცხადებისგან, რომლის მერეც ჩვენ შესაბამისი კვანძით ვაკეთებთ გადამისამართებას sub workflow-ში, რომელიც პასუხს აგებს მომხმარებლის screenings-ზე. სახელსაც ხედავთ. ამის სიმულაცია გვაქვს გაკეთებული. აქედანვეც მარტივად რო აგიხსნათ. მოკლედ დაწყებული გვაქვს პროცესი და შემდეგ ჩამატებული გვაქვს კვანძი execute sub workflow, აი ეს კვანძი, ანუ action-ის კვანძი გვაქვს ჩამატებული ასე ვთქვათ, მშობლიურ workflow-ში და შემდეგ ტრიგერის კვანძი გვაქვს ჩამატებული და დაწყებული გვაქვს პროცესი უკვე sub workflow-ში. რაც გულისხმობს იმას, რომ ეს კვანძი უკვე იძახებს ჩვენს sub workflow-ს, იწყება პროცესი, ეს უკან უბრუნებს პასუხს და აგრძელებს აქ სამუშაო ავტომატიზაციის პროცესს. მოდი დავიწყოთ თავიდან, რომ უფრო ცხადი და გასაგები იყოს. პირველ რიგში მე თქვენთვის არ მithქვამს ერთი დეტალი. ჩამოგითვალეთ ყველანაირი ტრიგერი, თითქმის რაც მნიშვნელოვანია, გამორჩა ყველაზე მარტივი და ისეთი ხშირად გამოყენებადი ტრიგერი, რომელიც გულისხმობს when clicking execute workflow. რაც არის, რომ მანუალურად ჩვენს დაკლიკებაზე დაიწყება პროცესი და იმუშაობს. ჩვენ ხო განვიხილეთ განრიგის ტრიგერი, რაღაცა სხვა ტელეგრამის ტრიგერი, მოკლედ სხვადასხვა ტრიგერები განვიხილეთ, რითაც შეიძლება დაიწყოს სამუშაო პროცესი და არის კიდევ ასეთი ერთი უმარტივესი კვანძი, რომელსაც რაღაცა განსაკუთრებული რამე სეტინგიც კი არ აქვს, გარდა ამისა, რომ რაც ტრადიციულად ყველა სხვა კვანძში გვხდება ხოლმე, აქ არის სტანდარტულად განმარტება მხოლოდ, რომ შეგვიძლია ჩვენ დავაკლიკოთ ამას და სამუშაო პროცესი დაიწყება. მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ სატესტო რეჟიმში ძირითადად სწორედ ეს ტრიგერი გვადგება ხოლმე. მაგალითად, ჩვენ თუ განრიგის ტრიგერი გვჭირდება ორშაბათს დილით 9 საათზე და ვაწყობთ workflow-ს ორშაბათს ხომ არ დაველოდებით, ან ყოველ წამში ხო არ შევცვლით ამ საათს, ხო? შეგვიძლია ჩავსვათ production-ისთვის, ანუ უკვე გაშვებისთვის ის განრიგის ტრიგერი და ქვემოთ მივუსვათ მაგალითად ეს ტრიგერი და სატესტო რეჟიმში როცა ვიქნებით, ამ ტრიგერით ვიმუშაოთ, უბრალოდ დავაკლიკოთ ხოლმე და სამუშაო პროცესი დაიწყება ხოლმე. და უკვე გაშვება როცა მოგვინდება, საერთოდ დეაქტივაციას გავუკეთებთ ან წავშლით და დაუკავშირებთ ისევ ჩვენს განრიგის ტრიგერს. მოკლედ ძალიან გამოსაყენებელი ტრიგერია და გახსოვდეთ, რომ ყველაზე ხშირად სწორედ ამას გამოვიყენებთ ხოლმე. რაც შეეხება მეორეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნოუდი, რომელსაც დღეს ჩვენ არ განვიხილავთ, ჩვენ განვიხილავთ მომავალ ეპიზოდში ამას, უკვე ეს ლოგიკური data ტრანსფორმაციის კვანძებს უკავშირდება. ამას ქვია სახელად edit set fields, რაც გულისხმობს, რომ მონაცემების სტრუქტურირება უნდა გავაკეთოთ ამით N8-ისთვის გასაგებ ენაზე თარგმნის ჩვენ მიერ მიწოდებულ მონაცემებს და აყენებს flow-ში უშვებს, ასე ვთქვათ. მე გითხარით, რომ ეს არის საკრედიტო განცხადების შევსება, ხო? რაღაცნაირად შეივსოს ეს განაცხადი, საიდანღაც ინფორმაცია ხო უნდა წამოვიდეს. ყველაზე მარტივი გზაა და ამიტომ ჩავსვი ეს. უბრალოდ განსაზღვრე მომხმარებლის სახელი და გვარი, მიუთითე, ქვემოთ პირადი ნომერი, random არ არსებობს ასეთი მომხმარებელი და ქვემოთ მიუთითე მოთხოვნილი თანხის რაოდენობა. აი ეს უკვე გარდაქმნა ამ ნოუდმა სტრუქტურირებულ მონაცემად N8-ისთვის გასაგებ ენაზე. ანუ შევიდა სამუშაო პროცესში ეს. და რაც შეეხება მესამე ნოუდს, მესამე კვანძი არის, როგორც გითხარით, ქვე სამუშაო პროცესის გამააქტიურებელი კვანძი.
რათა გადავიდეს პროცესი აქეთკენ, სადაც უნდა გაანალიზდეს უკვე ამ მომხმარებლის მონაცემები და დაგვიბრუნოს პასუხი უკან, რათა მე აქ გაგრძელდეს და დაემატოს დამატებითი კვანძები. განვიხილოთ პირველი დეტალი. პირველი დეტალი არის, რომ setting-ი აქაც არის ტრადიციული, რო შეგახედოთ, მაინც არაფერი განსხვავებული აქ არ ხდება. რაც შეეხება მეორე დეტალს, source. ანუ ჩვენ უნდა მივუთითოთ, სად არის განთავსებული და საიდან მოდის ეს sub-workflow და საიდან მოდის ინფორმაცია. Database გულისხმობს, რაც ახლა გვაქვს გაკეთებული, ანუ n8-შია განთავსებული ფიზიკურად ეს ქვესამუშაო პროცესი, აქ სრულდება და მოდის ინფორმაცია გვაწვდის აქ. რაც შეეხება local files, ანუ ლოკალურად გვაქვს განთავსებული ეს პროექტი, workflows, ქვესამუშაო პროცესის კოდის სახით და იქიდან მოედინება ინფორმაცია ამ მშობლიურ workflow-ში. მესამე ეს არის პარამეტრი, ჩვენ თვითონვე შეგვიძლია განვსაზღვროთ ქვესამუშაო პროცესი კოდის სახით, JSON-ის სახით უკვე, ან URL-ი შეიძლება არსებობდეს ეს ქვესამუშაო პროცესი აბსოლუტურად სხვა სერვერზე და სხვა URL-ზე და იქიდან მოედინებოდეს ჩვენ უბრალოდ უნდა ჩავსვათ ეს URL-ი. ეხლა გვაქვს data ბაზა მითითებული და ჩვენ გვჭირდება workflows ID. ანუ რომელი sub-workflow-ა დაკავშირებული ამ მშობლიურ workflows-თან. ანუ ეს. სად არის ID? ID არის ზემოთ მითითებული ლინკში, ნახეთ workflows შემდეგ. უბრალოდ უნდა დავაკოპიროთ, წამოვიღოთ და ჩავსვათ აქ, რათა დაკავშირება მოხდეს. ამის შემდეგ დაიმახსოვრეთ აუცილებლად ეს მნიშვნელოვანი დეტალი. როცა ასეთ ოპერაციას გავაკეთებთ, ორივე workflow-ში აუცილებლად გავაკეთოთ ხოლმე შენახვა და დაფაბლიშება. ამ წუთში მე არ მჭირდება ეს დაფაბლიშება, მაგრამ თქვენ აუცილებლად გააკეთეთ. აქაც sub-workflow-შიც გააკეთეთ ხოლმე შენახვა და დაფაბლიშება. ზოგჯერ შეიძლება მაინც არ აისახოს. ამ შემთხვევაში უკვე უბრალოდ დაარეფრეშეთ ხოლმე გვერდი, რომ ესეთი კავშირები მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ორი დეტალი და არ გამოგრჩეთ. შეიძლება რაღაცას არ გიკეთებდეთ და ეს იყოს მიზეზი ყოველთვის. Publish არის იგივე active, ანუ გააქტიურება flows-ი და saved რო შეინახოს მონაცემები. ორივე ეს არის მნიშვნელოვანი, ეს გააკეთეთ ხოლმე. მოკლედ, შემდეგ აქ მნიშვნელოვანი დეტალი რაც არის ეს mode, რაც გულისხმობს იმას, რომ რამდენჯერ გამოიძახოს ქვესამუშაო პროცესი ამ მშობლიურმა workflow-მ. ერთხელ ანუ ცალ-ცალკე თუ 100 მომხმარებელი ყავს ყველაზე, თუ ერთიანად გამოიძახოს 100 მომხმარებელზე, გადაამოწმებინოს და მიიღოს ინფორმაცია. აი ეს ორი all items და each item. სხვადასხვა სცენარში სხვადასხვა სიტუაცია გვჭირდება ხოლმე. ამ კუთხით და როდესაც ამ სცენარებს მივადგებით და დავიწყებთ სერიოზული workflow-ების აწყობას, მე უფრო მივხვდებით საჭიროებას რა მომენტში რომელი უნდა გავაკეთოთ. ზოგ შემთხვევაში ყველას ერთად გამოძახებაც შეიძლება, ზოგ შემთხვევაში ეს პრობლემურია და სჯობია რომ ცალ-ცალკე მოხდეს ამისი განხილვა. და ბოლოს რაც შეეხება wait for the sub-workflow, ანუ მიხვდით რასაც გულისხმობს. ეს მშობლიური workflow დაელოდოს, სანამ ეს არ მორჩება მუშაობას, ანუ შვილი workflow და პასუხს არ დაუბრუნებს, კი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უნდა დაელოდოს, რადგანაც უნდა მოგვაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია კლიენტის საკრედიტო ისტორიის, ქულის, სტატუსისა და სხვა დეტალების შესახებ. შესაბამისად, სანამ ეს არ დაასრულოს მუშაობას, ამან არ უნდა განაგრძოს მუშაობა. მაგრამ თუ რაღაცა უწყინარი დეტალია, უბრალოდ ინფორმაციის გადაგზავნა სადმე და არ არის ასეთი ურთიერთდამოკიდებულება ამ ორ workflow-ს შორის, ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავთიშოთ ეს, სულაც არ დაელოდოს ამ sub-workflow-ს სანამ დაასრულებს მუშაობას. მოკლედ, ამის შესახებ ყველაფერი გითხარით და დამრჩა ერთადერთი დეტალი, რომ უკვე აქ განვიხილო უკვე sub-workflow-ში რა ხდება. თვითონ ტრიგერი არაფერი განსაკუთრებული setting-ში ყველაფერი ნათელია. მეორდება რაც სხვა ნოუდებში, პარამეტრებში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, უბრალოდ განმარტება რა დროს იწყებს მუშაობას და edit field-ში უბრალოდ იმავენაირად დაყენებული გვაქვს სტრუქტურირებული მონაცემები, რათა n8-ის სისხლძარღვებში წავიდეს ინფორმაცია ჩვენ მიერ მიწოდებული, ანუ აქ მითითებული გვაქვს credit score, ანუ საკრედიტო ქულა ამ მომხმარებლის შესახებ, random ქულა, ჩვენ მე თვითონვე მოვიგონე, მითითებული გვაქვს მაგალითად კლიენტის სტატუსი, VIP Gold-ი, მითითებული გვაქვს დამტკიცების ლიმიტი, ანუ რა განუსაზღვრა სისტემა თომ database-დან რა ამოვიდა, რამდენს უმტკიცებს სისტემა ჯამურად, რა ლიმიტს უწესებს და დროსთან რელევანტურობა უბრალოდ. ანუ მონაცემები შექმნა ამან ამ ფილდმა დაამუშავა და წამოვიდა ეს მონაცემები, მივიღეთ აქ უკან.
ეს მონაცემები. უბრალოდ დავაკლიკეთ execute workflow და აი ამ დაკლიკების შემდეგ მე მივიღე უკვე აქ მონაცემები, აი ეს რასაც ხედავთ. აქ შეგვიძლია ჩვენ დავამატოთ უამრავი სხვადასხვა კვანძი, განვაგრძოთ მუშაობა და რა ვიცი, შევასრულოთ ძალიან ბევრი მოქმედებები. მე მგონი არ არის არც თუ ისე რთული, უბრალოდ სამ მთავარ არგუმენტს გეტყვით, რატომაცაა საჭირო ზუსტად ასეთი sub-workflow-ების შექმნა. პირველი არგუმენტი არის ის, რომ ზოგჯერ გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ შეიძლება ერთი და იგივე სხვადასხვა flow-ში, მშობლიურ flow-ში, მაგათაც 5 სხვადასხვა flow-ში შეიძლება ერთი და იგივე დასასრული პროცესი გქონდეს. მაგალითად, დასასრული პროცესი იყოს თუნდაც ეს, რომ ბაზაში წავიდეს და მოხმარებლის შესახებ რაღაცა გადაამოწმოს, ხო? ანუ სხვადასხვა 5 flow მშობლიური სხვადასხვა საკითხებზე უკავშირდება ამ დასასრულ პროცესს. ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი. ერთი არჩევანი, რომ მივაბად სათითაოდ ამ 5 პროცესს ეს დაბოლოება, რაც დროს მოითხოვს, ან მეორე არჩევანი უბრალოდ შევქმნათ ერთი sub workflow და სათითაოდ ასე დაუკავშიროთ 5 სხვადასხვა მშობლიურ workflows. და ეს თავის საქმეს ერთი ცალი გააკეთებს აქ და 5-თან იქნება დაკავშირებული. ბევრად უფრო ორგანიზებული და ეფექტურია ამ შემთხვევაში. და თან თუ შეიცვალა რამე მაგალითად scoring დამტკიცების ლიმიტში აქ 50000-ის ნაცვლად 20000 თუ გახდა, არ მოგვიწევს სათითაოდ 5 სხვადასხვა flow-ში ამის ჩასწორება, ერთ flow-ში, ერთ sub workflow-ში. ამას ჩავასწორებთ და ისახება სხვადასხვა მშობლიურ flow-ში მოხდება ამ ყველაფრის გათვალისწინება. ამის გარდა კიდე არსებობს არგუმენტი, რომ როცა ძალიან ვრცელდება flow და ძალიან დიდ მასშტაბთან გვაქვს საქმე, ჩვენ შეგვიძლია ორგანიზაციული სტრუქტურა ავიღოთ, დირექტორი იყოს მშობლიური flow, რომელიც ყველაფერს მართავს და შეგვიძლია შევქმნათ დეპარტამენტების სახით sub workflow-ები, რომლებიც დაკავშირებული იქნება მშობლიურ workflows-თან, top management-თან ჩათვალე და ბევრად უფრო ეფექტური იქნება ამ ყველაფრის ასე მართვა. მოკლედ, სულ ეს იყო მეგობრებო დღეისთვის. ვიცი რომ ცოტა დამღლელი იყო ამდენი კვანძის, ამდენი ნოუდის განხილვა, მაგრამ აუცილებელი იყო და მეთანხმებით ძალიან კარგია რომ გავიარეთ ეს ყველაფერი. შეიძლება ერთიანად ვერ უყუროთ, მაგრამ პრობლემა არ არის, ნაწილ-ნაწილ უყურებთ. სიმართლე გითხრათ, რამდენჯერმე შემეცვალა აზრი ამ ეპიზოდის კეთების დროს. როგორც ყოველთვის მე ძალიან დიდ მასშტაბს ვისახავ ხოლმე მიზნად, ძალიან ამბიციური ვარ ამ კუთხით. ამ ეპიზოდში მე მინდოდა, მე გითხარით კიდეც და მინდოდა განმეხილა ერთდროულად მარტო ტრიგერები კი არა, რაც თავიდან გითხარით, data ტრანსფორმაციის, ლოგიკის და მოკლედ სხვა AI აგენტის დამატებითი კვანძების, მოკლედ სხვა ყველა კვანძი მინდოდა განმეხილა, დაახლოებით 30-მდე კვანძი. ეს მქონდა გეგმაში და მიზნად. თავიდანვე ველოდი შეიძლება 3-4 საათი გაწელილიყო ეს ყველაფერი, მაგრამ ერთიანად გამეკეთებინა. მე რო დაუპიკრდი შუაგზაში, როცა გიხსნიდით ამ ყველაფერს, ჩემი აზრით, მაინც რთული იქნება თქვენთვის ამ ყველაფრის აღქმა ერთდროულად, თორე იდეალურად გაიაზრებთ ყველაფერს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ასეთი საკითხი, რომ ეს ეპიზოდი დაუთმოთ მხოლოდ და მხოლოდ ტრიგერებს და შემდეგ ეპიზოდში უკვე data ტრანსფორმაციასა და ლოგიკას მოვაყოლებ, შემდეგ რაღაცა აგენტებსა და კოდის ნაწილს და მოკლედ 3 ეპიზოდად გადავანაწილებ ამ მთელ თემას. 2 ეპიზოდს რამდენიმე დღეში მოვაყოლებ კიდე, ერთი კვირა აღარ დავაყონებ. მე მგონი ასე სჯობია, რომ ასე გავაკეთოთ. დავიწყოთ რაღაცა პირველი ნაბიჯებით, თუმცა ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ და რამდენიმე დღეში დავამატებ 2 დამატებით ეპიზოდს კიდევ და მერე ძალიან ბევრი გეგმები მაქვს. ჩამოგითვალეთ უკვე სოციალურ ქსელებში რეების გაკეთებაც მინდა. კიდევ ერთხელ გაძლევთ დაპირებას თქვენ ოღონდ მომყევით ამ თემაში და მე პირობას გაძლევთ, რომ აი ყველა თქვენგანი დაიწყებთ AI აგენტების კეთებას. AI აგენტების თემას გავაგრძელებ და კონკრეტულად გასავლით მე აუცილებლად როგორ შეიძლება ლოკალურად გაუშვათ AI აგენტების ეს პლატფორმა N8-ი self-host-ი გააკეთოთ, შექმნათ flow-ები ლოკალურად, დააყენოთ ლოკალურად LLM-ებიც ასევე. მოკლედ ამ მთელ თემას გასავლით და შემდეგ ეპიზოდებში უკვე RAG სისტემას მიმოვიხილავ აუცილებლად და განვაგრძობ მერე ძალიან სერიოზული flow-ების აწყობას. მე თქვენ დაგპირდით, ბევრმა თქვენგანმა მომწერეთ და ბევრ თქვენგანს მოგეცეთ პირობა იმისა, რომ იანვრის ბოლომდე, აი მიზნად დავისახოთ
იანვრის ბოლომდე ვინც მომყვებით ამ ეპიზოდებში, აი გარანტიას გაძლევთ უმრავლეს თქვენგანს, რომ დაიწყებთ AI აგენტების შექმნას და ძალიან ბევრი ინფორმაციას ისწავლით. უბრალოდ ძალიან მეგობრულად და ადამიანურად გთხოვთ, რომ მთელი ყურადღებით ჩაერთოთ ამ ტუტორიალებში და მომყვეთ, გააკეთოთ ყველაფერი. შემდეგ ტუტორიალებში უკვე რაღაც ახალ იდეებსაც დავამატებთ, თქვენ შემოგთავაზებთ გარკვეულ კვიზებს, გარკვეულ დავალებებს, ფლოუების თვალსაზრისით. საინტერესო იქნება თუ კი ჩაერთვებით ამაშიც, უბრალოდ მომყევით და ეს ამბავი შევასრულოთ და გავაკეთოთ აუცილებლად, რომ თქვენ დაიწყოთ AI აგენტური ფლოუებით მართვა. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი პლატფორმა ნებისმიერ სოციალური მედიის არხზე, სადაც ვართ და დაგვიტოვოთ უკავშირი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის. დაგემშვიდობებით, ნახვამდის დროებით, დაგიბრუნდებით ძალიან მალე მომავალი ეპიზოდით.